გავრცელებულია აღქმა, რომ თითქოს ნარკოტიკი ან ალკოჰოლი ან ნებისმიერი ქცევითი ადიქცია არის ზუსტად დამოკიდებულება. ამ დროს ეს ყველაფერი არის უბრალოდ დაავადება დამოკიდებულების გამოვლინება. არავინ არ თამაშობს იმისთვის, რომ ბევრი ფული იშოვოს, საბოლოო ჯამში ხო ეგრე არის, რეალურად მოიხმარს ადამიანი ემოციას. რომ ჩავყვებით ხოლმე, ხო, აი თავიდან ისეთ გამოვლინდათ დამოკიდებულება. და ეს შეიძლება იყოს პირველი წყენა. განვითარების ეტაპები, რაც ვახსენე, არის 4 ეტაპიანი. პირველი ეტაპი ეს არის გაცნობა. ზოგადად ნივთიერების და ამას აკეთებს ყველა ადამიანი რაღაც ეტაპზე, ყველა ასინჯავს ალკოჰოლს, შეიძლება ნარკოტიკსაც და ასე შემდეგ. მეორე ეტაპი არის უკვე დამეგობრება. დამოკიდებული ადამიანი ვერასდროს ამ ეტაპზე ვერ ჩერდება. და ადამიანი იწყებს მესამე ეტაპზე საფასურის გადახდას. და აქედან რომ გამოხვიდე, მე კიდე მოხმარება გჭირდება. მისთვის ცხოვრება არის უკვე ტანჯვა. ეხლა გადავიდეთ ქალების თემაზე, იმიტომ რომ ქალების შემთხვევაში ეს ყველაფერი ხდება ძალიან ჩუმად. იცით რა დამოკიდებულებით მოდიან ხოლმე ქალები? როდესაც იგებენ ქალი დამოკიდებულის შესახებ, ის ვერც დედა ვეღარ არის, ის ვერც მეგობარი ვეღარ არის, ვერც სამსახურში ვეღარ არის თანამშრომელი, აი ოჯახს რა გაუკეთა. ყველაზე დიდი შეცდომა რა არის, რასაც ოჯახის წევრები უშვებენ დამოკიდებულ ადამიანთან მიმართებაში. მშობელი ვარ და როგორ არ დავეხმარო, მშობელი ვარ და თავი რომ მოიკლავს, მშობელი ვარ და საჭმელი არ ჭამოს. აი ამ დროს შენი რჩევა მშობლებისთვის რა იქნება? მაგ დროს ჩემი რჩევა მშობლებისთვის იქნება, რომ გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს რა თქმა უნდა არის 4 შაბათი 9 საათი და ჩვენ ვართ რა თქმა უნდა პოდკასტ არეაში. ცოდნის მოყვარე პოდკასტის წარმომადგენელი არის მეტროპოლი, სახლი, რომელიც ჩაიფიქრა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ დამოკიდებულებაზე, განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებთ ქალებზე, იმიტომ რომ ამაზე ბევრს არ საუბრობენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ეპიზოდი უნდა ნახონ როგორც ქალებმა, ასევე კაცებმა, იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად დამოკიდებულებასაც შევეხებით. ამ თემაზე გვისაუბრია პოდკასტში, თუმცა ბევრი ახალი მაყურებელი მყავს და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ამ თემაზე კიდევ ერთხელ საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პრობლემა მართლაც დიდია და ჩუმიდან კიდევ ამასთან ერთად. ასევე ჩემი მაყურებელისთვის მაგას ძალიან მაგარი საჩუქარი, ისეთი საჩუქარი, რომ გავიგე ამ ამბის შესახებ პირდაპირ მნიშვნელობით ტიროდი სიხარულისგან, ამას ბოლოს გეტყვით და აუცილებლად დარჩით ბოლომდე, იმიტომ რომ არ ვიცი, ძალიან საოცარი რაღაც არის იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა წარმომადგენლიც ახლა ჩემთან ერთად არის. ჩემი სტუმარია სარეაბილიტაციო ცენტრის რესტარტის დამოკიდებულების კონსულტანტი ლიზა მირიანაშვილი. გამარჯობა ლიზა. მადლობა რომ ჩემთან ერთად ხარ. ძალიან მადლობა. და მადლობა ასევე ცენტრსაც, რესტარტსაც იმისთვის, რომ შენ ჩვენთან ერთად ხარ და პლუს იმისთვის, რასაც გავაჟღერებთ ბოლოს ეპიზოდის ბოლოს. დავიწყოთ თავიდან და პირველი კითხვა ესეთი იქნება ჩემთან, როცა დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, ხანდახან ადამიანებს მხოლოდ რაღაცა კონკრეტული დამოკიდებულებები წარმოუდგენთ, შეიძლება ეს იყოს ნივთიერება, შეიძლება ეს იყოს ალკოჰოლი, თამაში და ასე შემდეგ. თუმცა დამოკიდებულება უფრო ფართო სპექტრია და გვითხარი რა არის სინამდვილეში დამოკიდებულება. კი, ზოგადად ხშირად გავრცელებულია ხო ეს აღქმა, რომ თითქოს როგორც ახსენე, ან ნარკოტიკი, ან ალკოჰოლი, ან ნებისმიერი ქცევითი ადიქცია არის ზუსტად დამოკიდებულება. ამ დროს ეს ყველაფერი არის უბრალოდ დაავადება დამოკიდებულების გამოვლინება. ეს არის სხვადასხვა ხერხები, სხვადასხვა გზები, სხვადასხვა მიჯაჭვულობები იმ ტკივილის გასაყუჩებლად, რასაც დამოკიდებული ადამიანი თავის თავშივე გრძნობს. თვითონ დამოკიდებულება ეს არის დაავადება, რომელიც ეს არ არის რაღაც ჩვენი მოგონილი ან 2 წლის წინ შემოტანილი კონცეფცია. ეს არის დაავადება, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აღიარებული აქვს და დაავადების ნუსხაში აქვს შეყვანილი და ჩვეულებრივად მას კოდით აქვს მინიჭებული და ასე შემდეგ. ანუ ამაზე მსოფლიო თანხმდება უკვე 100 წელზე მეტია, რომ დაავადება არის დამოკიდებულება და არა უბრალოდ რაღაცა კონკრეტული მოხმარების საგანი. იმიტომ მნიშვნელოვანია მასთან ზუსტად იგივენაირი მიდგომა, როგორც მიუდგებოდით ნებისმიერ სხვა დაავადებულ ადამიანს, ხო? ხო, აი მაგალითად სიმსივნე, როდესაც ადამიანს ჭირს სიტყვაზე ვიძახი, ხო, ყველაზე მძიმე რაღაც რო ავიღოთ. ზუსტად. ხო, მას ჭირდება მკურნალობა. აუცილებლად და სჭირდება, იმიტომ რომ მას გააჩნია სიმპტომები, რაღაცა წარმოშობის გზები, თავის განვითარების გზა და დასასრული და ასე ვთქვათ დიაგნოზი რა და პროგნოზი და იგივენაირად არის დაავადება დამოკიდებულების შემთხვევაშიც. გააჩნია თავისი წარმოშობის გზები, გენეტიკური არის ფაქტორი 60-დან 80%-მდე. საინტერესო. მოდი მივყვეთ მაშინ აი ეს რაც ახსენეს
აღმოჩენა თუ გენეტიკა თუ რა ხდება და როგორ ვსვათ მე დიაგნოზს და ეს მთელი პროცესი საინტერესოა რა, იმიტომ რომ ხშირად შეიძლება შეგვეშალოს ადამიანებს და დამოკიდებულება არ დავარქვათ რაღაცა თემას ამ პირიქით, შეიძლება რაღაცას დამოკიდებულება დავარქვათ, რომელიც არ იყოს დამოკიდებულება და ამიტომ საინტერესოა მოყოლებს რომ გავარჩიოთ ეგ რა არის. კი, ესე იგი, თვითონ გენეტიკური ფაქტორი, რაც აი როგორც ვახსენე, მე რო ამ თემას ჩავერთე, სხვათა შორის 40-დან 60%-მდე იყო, მაგრამ ახლა ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ 60-დან 80%-მდე არის უკვე გენეტიკის ფაქტორი ამ ყველაფერში. ოღონდ გენეტიკას არ გულისხმობ მხოლოდ სიტყვაზე მამა ჩემი ან დედა ჩემი იყო ალკოჰოლის მომხმარებელი და მეც აუცილებლად ალკოჰოლის მომხმარებელი ვიქნები. ეს არ გულისხმობს მხოლოდ მაგას. აქ განიხილება როგორც ვთქვათ, წინაპრები, ისე განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის ქვეყანა, სოციუმი და ეს არის თუნდაც ქვეყნის ისტორია, ხო? საქართველოს ისტორიაც რო ავიღოთ, ახლა არასდროს სიწყნარ და სიმშვიდე არ ყოფილა ჩვენთან, სულ იყო რაღაც დაძაბულობები, დაპყრობები, ну, მოკლედ, ძალიან შორს დაგვიყვანს ახლა მაგ დრო ჩავიდეთ, მაგრამ აი ეგ თვითონ გადმონაშთი რაც არის, ხო, როგორც წამოვიდა თავებს, როგორც გადმოეცა და ასე შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია მაგის გათვალისწინებაც, იმიტომ რომ არ ყოფილა რაღაცა ჰარმონიული, მაღალი კლასის წარმომადგენელი, განვითარებული ქვეყანა, რომელსაც, ну, რაღაცა ყველაფერი წესრიგში აქვს ამა თუ იმ ასპექტის გათვალისწინებით. პირიქით, ხო, სულ რაღაცას ვცდილობდით რომ გაგვეკეთებინა, სულ რაღაცის ან დამტკიცებაში, ან მოპოვებაში, ან მოკლედ ასე შემდეგ და, ну, ეს ძალიან დიდ ფაქტორს თამაშობს. დანარჩენი უკვე 20-დან 40%-მდე ეს არის მოხმარებაში განმტკიცებული და შეძენილი. ანუ ვთქვათ, ადამიანი როდესაც იწყებს მოხმარებას და ნებისმიერი სახის მოხმარებას და აუცილებელი არ არის ეს იყოს ეგრევე ნივთიერების მოხმარება. ხშირ შემთხვევაში ჩვენთან რომ მოდიან ჩვენი რეზიდენტები რო ჩავყვებით ხოლმე, ხო, აი თავიდან როგორ სად დაინახეს, სად გამოუვლინდათ დაავადება, დამოკიდებულება. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ძალიან ბავშვურ ასაკში იქამდე, სანამ საერთოდ ნებისმიერი სახის ნივთიერება შემოვიდოდა მათ ცხოვრებაში. და ეს შეიძლება იყოს პირველი წყენა, რომელიც იმდენად მკაფიოდ და მძაფრად ახსოვს დღემდე სიტყვაზე 45 წლის ადამიანს, რომ ნუ ამას ვერ ივიწყებს. ეს შეიძლება იყოს პირველი ტყუილი. ეს შეიძლება იყოს პირველი შიში და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი იმდენად მძაფრად არის დამოკიდებული ადამიანის გონებაში აღქმული და ემოციებში ითარგმნება, რომ ავტომატურად აშენებს კედლებს, იშენებს გარკვეულ ნაჭუჭს, რითიც მერე უკვე ირჩევს ოპერირებას ცხოვრებაში. და იმდენად უგროვდება ეს ყველაფერი, იმდენად მძიმე ამისთვის ეს ტვირთი, რომ ეტაპობრივად მიდის ზუსტად იმ ნებისმიერი სახის მოხმარებამდე, რასაც ჩვენ ვეძახით დამოკიდებულებას, რომელიც რეალურად უბრალოდ მოხმარება არის რაღაც სხვადასხვა ნივთიერებების. და ამიტომაც ვთქვი ზუსტად, რომ ეს სხვადასხვა გამოვლინებები არის უბრალოდ ინდივიდის მიერ არჩეული გადაჭრის გზა, რომ აი ის შინაგანი ტკივილი, შინაგანი სიმძიმე, რაც აქვს, წამიერად მაინც გაიყვჩოს. სიცარიელი ამოივსოს. ზუსტად. ხო, საბოლოო ჯამში ახლა ადრეც რო ვისაუბრეთ ამ თემაზე, საბოლოო ჯამში ხო ის არის, რომ უსიყვარულობა მიგიყვანა რეალურად მან, ხო? შეიძლება ეხლა აი რაღაცა რომ ვთქვათ, გაიარე რეაბილიტაცია რა და ის მომენტი როცა პირველად გეწყინა და გეტკინა რომ გახსენდება, შეიძლება იმ მომენტში მე გაგეცინოს, ანუ რატო და რას ვერ ჩოდიოდა და რაღაც ასე შემდეგ, მაგრამ აი ჩემაყო რომ იცის ამ ვერ გილაპარაკია ბავშვობაზე, ბავშვობის ტრავმაზე და ასე შემდეგ, მაგრამ იმ პატარა ბავშვის ტვინში ის რაღაცა კონკრეტული მომენტი, როგორ გაჟღერდება ტვინში, როგორ გადაალაგებს ტვინი და სხეულით როგორ იგრძნობს ამ ყველაფერს, ეგ არავინ არ იცის, ხო? კი, ზუსტად და იგივე არის და ძალიან საინტერესო, რომ როდესაც ზოგადად ვამბობთ ხოლმე ისე, რომ მომხმარებელი ადამიანი, როდესაც წყვეტს მოხმარებას და იწყებს რეაბილიტაციის პროცესს, ის ასაკი, რა ასაკიც რეალურად მას შეიძლება ეს ფიზიოლოგიურად კონდეს, მენტალურად ის არის ძალიან პატარა. როდესაც წყვეტს და როცა იწყებს, ხო, ნუ მთელი მოხმარების პერიოდში, რა თქმა უნდა, ნუ ინფანტილიზმი არის გამოკვეთილი, იმიტომ რომ ნუ იქ განვითარება შეუძლებელია, სადაც არანაირი თვითდაკვირვება არ ხდება და პირიქით გაყუჩებას და გაქცევაზე არის ორიენტირებული ადამიანი და შესაბამისად, როდესაც წყვეტს მოხმარებას და იწყებს გამოჯანმრთელების პროცესს, აი საწყისი, საიდანაც იწყებს არის ის ბავშვური პატარა თავისი თავი, რომელიც დიდი ალბათობით ესე ცნობიერად არც ახსოვს, მაგრამ ემოციურად
ყოველი ახალი წყენა, ყოველი ახალი გახსენება, ყოველი ახალი სირცხვილის განცდა, ის მას, როგორც ვახსენე პირობითად 45 წლის ასაკში არ განიცდის. ის განიცდის იმ 3 წლის ასაკში პირველად განცდილში სირცხვილს და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მოწყობილია მაგ დროს ფსიქიკა. და ზუსტად ამიტომ არის საჭირო ვთქვათ რეაბილიტაციის პროცესი, იმიტომ რომ იქ უსაფრთხო გარემო არის მნიშვნელოვანი, იქ ადამიანები არიან, ვისაც შეუძლიათ მხარდაჭერა და ასე შემდეგ. ამიტომ ესე უბრალოდ ადამიანის გაშვება ისე რომ ახლა შენ პირველი ეტაპი თუნდაც დეტოქსი ან რაღაც გაიარე და ეხლა აბა შენ იცი არ მუშაობს. ხო, ვიღაცა ამბობდა სადღაც მოვუსმინე რომ ეს დეტოქს რასაც გადიან რა ძალიან დიდი პროცენტი ისე მოხმარებას უბრუნდება. ანუ არ არის ეგრე რომ რაღაცა კონკრეტული ეტაპი გაიარა, ჩახურა და მორჩა, ეხლა დაუბრუნდი ყველაფერს ისე როგორც იყო და თან ისე დაუბრუნდი რომ არ შეხვიდე თავიდან იმ ყველაფერში, ხო? ხო, აქ ასევე ვთქვათ რომ რეალურად ხო მოიხმარს ადამიანი ემოციას. არავინ არ თამაშობს იმისთვის რომ ბევრი ფული იშოვოს, საბოლოო ჯამში ხო ეგრე არის, არც ვიღაცები. ესე ერთი კითხვა მაქვს მანდ რა, თუ არსებობს ესე რომ შეგვიძლია დავყოთ რა, მაგალითად მოიხმარენ რაღაც ნივთიერებას რა, პირობითად. თუ შეიძლება იყოს დამოკიდებული, ნივთიერებას დამოკიდებული ადამიანი და ადამიანი რომელიც ამით ერთობა. ანუ ესეთი ყოფა არსებობს თუ ის რომელიც ერთობა ისიც დამოკიდებულია. ანუ რა დროს ვთვლით რომ დამოკიდებულია? მივხვდი რა კითხვა მაქვს, აი ყველანაირ მომენტში უკვე დამოკიდებული ხარ თუ შენ შეგვიძლია უარი თქვა და всё მან უკვე არ გაქვს პრობლემა. კი, მესმის. მე ზოგადად მე პირადად ამას არ ვაკეთებ და რაღაც ცოტა ისე მხდება, როცა ადამიანი რომელიც თქვათ უბრალოდ იშვიათ შემთხვევაში რაღაცა იღებს ან ალკოჰოლს ან ასე შემდეგ, აუცილებლად რაღაცა დამოკიდებული სიარლიღის მიწებება ყველაზე. ან მე ამას არ ვემხრობ, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ეს პრობლემას არ წარმოადგენს. არ წარმოადგენს იმ ნაწილში, რომ მათ შეუძლიათ, რომ რაღაც გარკვეულ სიტუაციებში დალიონ სიტყვაზე ან რაღაცა ნებისმიერი სხვა აქტივობით დაკავდნენ და ამ ყველაფერმა არ შეუშალოთ მათ ყოველდღიურ ფუნქციონირებაში ხელი. არ შეუშალოთ პასუხისმგებლობის აღებაში, არ შეუშალოთ ოჯახთან მიმართებაში, ხო, აი საერთოდ, ანუ არ შეექმნათ პრობლემა და ეს ძალიან ნორმალურია და ესეთები ხდება და ძალიან ბუნებრივია. ამიტომ, როდესაც ადამიანი იწყებს საფასურის გადახდას, აი მაგაზეც რო ჩავშალოთ, როგორი რაღაცა არის განვითარების ეტაპები, რაც ვახსენე, აი პათოგენეზ თვითონ დამოკიდებულება დაავადების არის 4 ეტაპიანი. პირველი ეტაპი ეს არის გაცნობა. ზოგადად ნივთიერების და ამას აკეთებს ყველა ადამიანი რაღაც ეტაპზე, ყველა სინჯობს რაღაც ალკოჰოლს, შეიძლება ნარკოტიკსაც და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე მოხმარების შემდეგ ადამიანის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ფიზიკურიც უბრუნდება საწყის და ყველაფერი დგება ისევ თავის ადგილას, ისე თითქოს არც მოუხმარია. და ეს ჩვეულებრივად მეორე ამბავია, ხო, ზუსტად. კი. მეორე ეტაპი არის უკვე დამეგობრება. დამეგობრება ნიშნავს იმას, რომ ასე ვთქვათ, სწავლობ მასთან ურთიერთობას, იმ კუთხით, რომ იცი, რომ ვთქვათ, თუ ოდნავ მეც მიიღებ, ოდნავ შეიძლება მეტი გავლენა მოახდინოს შენზე, თუ შედარებით ნაკლებს მიიღებ, შედარებით ნაკლებ გავლენას მოახდენს შენზე, მაგრამ ამ ყველაფერს შენ ხედავ და შეგიძლია ამის კონტროლი. იმ ნაწილში, რომ როცა გინდა მეც მოიხმარ, როცა გინდა ნაკლებს მოიხმარ. აქაც ზუსტად იგივე ემოციური მდგომარეობა, ფიზიკური მდგომარეობა უბრუნდება საწყის. ამ პირველ ორ ეტაპზე ნორმატიულ ადამიანებს ვიძახით იმ ადამიანებს, ვისაც დაავადება დამოკიდებულება არ აქვს. ჩერდება. და შეუძლია ესე იცხოვროს და გაატაროს მთელი თავის ცხოვრება, ხო? დამოკიდებული ადამიანი ვერასდროს ამ ეტაპზე ვერ ჩერდება, იმიტომ რომ დაავადება დამოკიდებულება არის პროგრესირებადი და არის ქრონიკული დაავადება. ამიტომ ყოველთვის დამოკიდებულ ადამიანს მოუნდება და დასჭირდება დოზების გაზრდა. მას არ ეყოფა ის ერთი დღე კვირაში, მას აუცილებლად მოუნდება მეორე დღე. როდესაც ამ დღეებს შეავსებს და ყოველდღიურ მოხმარებაში გადავა, მას აღარ ეყოფა უბრალოდ საღამო. მას აღარ ეყოფა მერე ერთი დღე და ასე შემდეგ. მუდმივად ჭირდება მეტი და მეტი, იმიტომ რომ არის შემთხვევები კი არა დამახასიათებელი დაავადება დამოკიდებულებისთვის, რომ ძალიან მალე ეჩვევი იმას, რაც გაქვს და ის უკვე შენთვის საკმარისი არ არის, ადაპტირდება ორგანიზმი, არათუ ფსიქიკა. ამიტომ კი არსებობენ ადამიანები, ვისაც შეუძლია გაჩერდეს, მაგრამ დამოკიდებული ადამიანი ამაზე ვერასდროს ვერ ჩერდება.
ადამიანი იწყებს მესამე ეტაპზე საფასურის გადახდას. ეს საფასური არის ზუსტად ის ემოციური მდგომარეობა, რაში თვითონ შეიძლება იყოს. პირადი. აუცილებლად. თუნდაც საკუთარ თავთან დაწყებული სხვებზე რო აღარ გადავიდეთ. სიტყვაზე დაგემართა რაღაც იყავი არაფხიზელი, მოხდა რაღაცა შემთხვევა, არაფერი ფატალური, უბრალოდ მეორე დღეს იღვიძებ და შეიძლება ან არ გახსოვს რა მოხდა, ან რაღაცა საშინელი სიმძიმის გრძნობა გაქვს, არა ფიზიკურად, ოღონდ ემოციურად ვამბობ, ხო, შეიძლება რაღაც საყვარელ ადამიანს აწყენინე ისე, რომ საერთოდ ვერ გაიგე ზუსტად და აი ამ პროცესში უკვე ადამიანი იწყებს ცალსახად იმ ყველაფრის დანახვას, რომ რაღაცა ისე ვეღარ არის. და აქედან რომ გამოხვიდე, მე კიდე მოხმარება გჭირდება. და ის დაუსრულებელი წრე მიდის. აქედან რომ გამოხვიდე, კიდე მოხმარება გჭირდება, აგვიხსენი რას ნიშნავს? კი. ანუ მე რომ აქედან მე ხცუდად ვარ ვაწყენინე ვიღაცას, ეს ფონი მაქვს ემოციური და რომ გამოვიდე, ისე უნდა მოვიხმარო. თვითონ აი რითიც დავიწყეთ, ხო, ზოგადად რატომ მიდის დამოკიდებული ადამიანი მოხმარებამდე, იმიტომ რომ განიცდის ტკივილს. როდესაც მოიხმარს ეს ტკივილი წამიერად და რაღაც ეტაპზე ყვჭდება. თუმცა გამორიცხულია, რომ მე ემოციური ტკივილი მოვაგვარო რაღაცა გარეგანის საშუალებით. ეს არის მხოლოდ რაღაცა ილუზორული შეიძლება გაღვიჩების გზა, რომელიც, კი, ცოტა ხანი შეიძლება რაღაცა მოქმედებდეს, თუმცა ძალიან ცოტა ხანი. აქედან რომ გამოვდივარ, მე ის სიმძიმე ისევ დამაქვს, ეს სიმძიმე არსად არ მიდის, ეს ხო არ ქრება, უბრალოდ მე გავყუჩდი ცოტა ხანი და მე არ მქონდა ამ ყოველფრის ახსნა, თორე პირიქით ამას კიდევ უფრო მეტი სიმძიმე დაემატა. მე ხდება ესეთი რაღაც, რომ სიტყვაზე პირობითად ვაწყენინე ვიღაცას, ან მაწყენინა ვიღაცამ, ისევ წავედი მოვიხმარე, იმიტომ რომ მე ეს წყენა გამეყუჩებინა და ამაზე არ მეფიქრა. და კიდევ ერთი პატარა რაღაცა სიმძიმე დაემატა. გამოვედი ისევ ამ მდგომარეობიდან, ის ტკივილი კიდევ უფრო გაზრდილა თურმე, მე რომ მეგონა რომ საერთოდ აღარ იყო. და აი ამ წრეზე დავდივარ ისე რომ აი რა საინტერესო და პარადოქსული, რომ ამ ყველაფრის თან ჯერა დამოკიდებულ ადამიანს უსიტყვოთ. რომ დარწმუნებულია, რომ მოიხმარს, ამ მდგომარეობიდან გამოვა, ამ მდგომარეობიდან გამოდის, ხედავს რომ უარეს მდგომარეობაში და მაინც ჯერა, რომ კიდევ ერთი მოხმარებით ამ მდგომარეობიდან გამოვა. აი ეგ რითი აიხსნება? ეს ბევრი რაღაცი დაიხსნება, იდეაში ეს არის თვითონ დაავადება დამოკიდებულების მექანიზმი. ეს არის უარყოფა, თავდაცვის მექანიზმი, იმიტომ რომ ადამიანმა იმდენად ჯერ პირველი ის რომ დამახსოვრებული ქცევაც არის ეს. აი რაც ვახსენე 20-დან 40%-ამდე უკვე მოხმარების პერიოდში შეძენილი და დაპრაქტიკებული. ჩემო ტვინმა როდესაც დაიმახსოვრა, რომ პირობითად მეც 400-ზე ვარ და ავდექი და ტკბილი ვჭამე ან ნაყინი ვჭამე და კარგად ვიგრძენდი თავი, ზუსტად იგივენაირად მოქმედებს, ხო? ესეც შესაბამისად დააკავშირა ეს ორი ერთმანეთს, რომ 400-ზე როცა ვარ ნაყინს შევჭამ და კარგ ხასიათზე დავდგები. იგივენაირად დამოკიდებული ადამიანი, როდესაც ტანჯვაშია და მოიხმარა და უცებ შვება ნახა ისეთი, რომ აბსოლუტ თავი გაჩერდა, ესიც არის შეევსო და რაღაც გამბედაობაც მიეცა და საწყის ეტაპზე საკმაო ბენეფიტები მიიღო, დაიმახსოვრა ტვინმა, რომ იმან მარტო ტკივილი კი არ გამიყუჩა, ძალიან მაგრად მაგზობინა თავი, თავდაჯერება მომცა და ამიყვანა ცამდე. და ბუნებრივია. ის მომცა რაც არ მქონდა და მინდოდა. ზუსტად. და ამას დაძდევს მე ყოველი შემდეგი მოხმარება. უბრალოდ ეს ხაზავ ხოლმე სესიებს რო ვატარებ გრაფას, რომ ვერასდროს იმ საწყის წერტილს ვეღარ აღწევს. პირველი რაც იყო. ვერასდროს, რასაც სულ დაძდევს. თან ის არის ტრაგიკული არ არის აურად რა, ხა სხვა სიტყვა არ ვიცი როგორ უნდა ვქნა. ამასთანაც ვიწყwi რომ არსებობს გამოსავალი სამ ყველაფრიდან და ამაზე მუშაობს თქვენ, მაგრამ ესე აღწერილი სიტუაცია ადამიანის, რომელიც არის აი თან რო შაქარი რო ახსენე და ტკბილეული რო ახსენე, ეგეც ჩვეულებრივ დამოკიდებულება შაქარს აქვს იგივე ნარკოტიკული თრობის ეფექტი, რაც აქვს, თქვა ნივთიერებას, იმიტომ რომ მე ჩემ თავზე მაქვს ხა გამოსდილი, აი მოვყვები და შეიძლება სხვამაც დაიჭიროს ეს თავში რომ პოდკასტის კეთება რომ დავიწყე და ახლობით 2 წელი შესრულდება, ხა 5 ივნისს ამ წლის რა. და მქონდა ძალიან დაალაგებული რეჟიმი, რასაც ქვია 7 საათზე გავიძება და 11 საათზე დაძინება და ასე შემდეგ და არ ვიცი ბევრმა მაყურებელმა იცის, არ იცის, მოკლედ ამ ყველაფერს მე მარტო ვაკეთებ რა, ან ყავს დამხმარე ადამიანები, რომლებიც და ზღვა მასალა ისა ეს, აი უამრავი საქმე და ეს რეჟიმი ცალსახად აირია, ვერ 11-ზე ვიძინებდი, ვერ 7-ზე ვიღვიძებდი, ანუ ყველაფერი არის, მაგრამ ეს
ჩემთვის მივეცი უფლება, რომ ეხა შენ საქმე სჭირდება და ეს ყველაფერი აკეთო რა, როგორც არის და არა უშავს ეხა ეს რეჟიმი, მე დაბრუნდები. დიდი ხანი გავიდა ამ ყველაფერში, რომ რეალურად ესე ვერ ვიბრუნებდი რეჟიმს, მაგრამ არც ვღელავდი მაგაზე, იმიტომ რომ სხვა ძალიან დიდი რაღაც იყო რა ჩემ წინ, რომელსაც უნდა გავუკალვებოდი კი არა და მსიამოვნებდა და მიყვარს დღემდე ვიждები ამ საქმეს რომ ვაკეთებ და 7 საათზე გაღვიძება არ არის პრიორიტეტული თუ დაძინება, მოკლედ. ხო და მივხვდი რომ იმდენად საკუთარ თავს არ ვაძლევდი იმის უფლებას, რომ ჩემ თავს არ ვუტყდებოდი სხვას კი არა, რომ მე დავიღალე, მე ძალიან დავიღალე რა, ამას არ ვაკეთებდი და ესეთი ჩვევა, მე როგორ შევამჩნია რა თქმა უნდა, ჩვევა, მაგრამ ესეთი ჩვევა იყო, რომ მაგალითად ჩაწერის შემდეგ აუცილებლად ტკბილა უნდა მეჭამა. რაღაც საქმეს ვაკეთებდი, ხვდებოდი რომ ვიღლებოდი, მაგრამ ნუ ეს საქმე უნდა გაგრძელებული იყო, ამიტომ რაღაც ტკბილაში რა ენერგია მუცებ. მომატება და გამეგრძელებინა და ეს რომ შევამჩნია, მე კი მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე უკვე დაჯილდოების საგნად ვაქციე ეს ყველაფერი და არა ვთქვათ რაღაცა სიამოვნების ან გამონაკლისის ან რაღაცის სახად და არაფერი მეთქი გვანცა ეხლა რაღაცა მიხედე შენ თავს და ჩემ თავს ვთხარი რომ მოკლედ აი რომ დაიხლები თქვი რა ჩაიხუტე შენ თავს მადლობა ვთხარი დაწექი ცოტა ხანი დაისვენი ან გაისერნი ან რაღაც კენი და მე გააგრძელე საქმე არასად არავის არ ეჩქერება თავარია შენ იყო კარგად რა ჯანმრთელად და ასე შემდეგ და ეს ხო აი ვთქვათ ეს ნაწილი ვთქვათ მოგვარდა მაგრამ ის ჩვევა რომელიც უკვე ჩვევაში ჩამოყალიბდა ფაქტობრივად წელზე მეტი რომ აი ეს ტკბილეულის მიღება ეს უკვე აი ესე მარტივად აღარ წავიდოდა რა ამიტომ აქაც მადლობა ჩემ ნებისყოფას თუ რაც ქვია რომ აქაც სხვანაირად მივდექი რა აი მოდი ერთი თვე მიეცი შენ თავსა და ნახე როგორ გაუძლებ ამ ყველაფერს რა 3 დღის განმავლობაში მე არ ვიცი რას გამოსცენ ის ადამიანები ვინც მოიხმარენ და მე ეს შემდეგი პერიოდი აქვს დღეებით მაგრამ ძალიან ცუდად აი გულსხმელად ძალიან ცუდად ვიყავ მაგრამ მე დაიწყო 64 ესე ვეძახი ხოლმე რა ნეტარება იმიტომ რომ ის რაღაცა ძალიან სტაბილური ფოკუსირებული ენერგია რაც მე ამ ტკბილეულის ამოღებით მომეცა თელ სხეულში დავიბრუნე თითქოს აი ყველაფერი შეგრძნებები რა არ ვიცი ძალიან სხვაგან მოვხვდი და გონია რომ ახლობით იგივე რაღაცა დაახლოებით ხა ის უბრალოდ მძიმეა რა თქმა უნდა ბევრად და 1000 და 100%-ით მაგრამ აი ეს რაღაცა რო ხვდები რა რომ რაღაცაში კი მექანიზმი ზუსტად იგივეა გეთახმები აბსოლუტურად აი ზუსტად იგივეა იმიტომ რომ სულიერ ანესთეზიას იღებ მაგ შემთხვევაში როდესაც რაღაცას პოულობ, რაც გაძლევს კომფორტს და ნუ აი გავიწყებს ყველაფერს, გადაღლილი ხარ და აი ცოტა ხანი ეს ახლა ჩემი სივრცეა და ჩემი ასე ვთქვათ უსაფრთხო პლედია, რომელსაც შემოვიხვევ და всё აღარ მაინტერესებს. კიდე კარგია თუ ეს მხოლოდ ტკბილეულია, იმიტომ რომ აი როგორც ჩვენ თვითონ ვთქვი, იქ ნუ ძალიან სიმძიმე არის თვითონ ნივთიერებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როგორი რაღაც ხდება, იცი, მანდ აი ჯილდოს სისტემა ახსენე ხო, ტვინს ხო აქ დაჯილდოების ფუნქცია, ასე ვთქვათ, რაღაცა პატარა ბედნიერებებით გვაჯილდოებს, ნუ გავისევინებთ, ტკბილს შევჭამთ, მეგობარს ვნახავთ თუ ასე შემდეგ. ნუ რაღაცა კარგი გოგო ხარ, ხარზე ხელს დაგარტყავს, აჰა, შენ ბედნიერება და რეალურად აი ეს გარედან შემოტანილ ნივთიერებებს როცა მოვიხმართ და ამუშავებს ორგანიზმი იმდენად დიდი რაოდენობით ეს ჰორმონი გამოიყოფა რომ ბუნებრივ ჰორმონებს და ბუნებრივ რაოდენობას შანსი აქვს 0 მაგათთან ზუსტად კი შანსი აღარ არის ადამიანი ამიტომ კარგავს ბედნიერების განცდას და ხშირად არის რომ საერთოდ აღარაფერი აღარ უხარია. აი ისევ იმ რაღაც პათოგენებს დაუბრუნდა მეოთხე სტადია რა არის, იცი რომ ადამიანი იმიტომ კი აღარ მოიხმარს რომ ან ნებისმიერ სახის სიამოვნება მიიღოს ან ასე შემდეგ. უბრალოდ რომ თავი იგრძნოს ადამიანად. ხო. უბრალოდ რომ შეძლოს თუნდაც საწოლიდან ადგომა, თუნდაც ხალხის. კი. ანუ უბრალოდ ცოცხალია. ზუსტად. მისთვის ცხოვრება არის უკვე ტანჯვა. იმდენად დიდი ტანჯვაა რომ ანუ ამას ვერაფრით ვერ აკეთებს. საერთოდ არაფერი არ უხარია. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ აი რასაც ვამბობდი, ადამიანები რეაბილიტაციის პროცესის მერე გაკვირვებულები არიან, იმიტომ რომ ანუ შვილებს უყურებ, ცხოველებს უყურებ, ოჯახის წევრებს უყურებ, მეგობრებს და არაფერი არ მიხარია, ვერ ვგრძნობ. და ეს მათთვის არის ნუ ჯოჯოხეთი რა.
რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი რაც გაბედნიერებდა, რაც იცი რომ უნდა გაბედნიერებდეს და არ გაბედნიერებს, მაგ დროს ისევ გარიყუოთ გრძნობ თავს, რომ აი რა თავს ადანაშაულებ, როგორ არ ვეხროშე, შემთხვევაში უყურებდი და არ გრძნობდე რომ მიყვარს, ხო? ზუსტად და სირცხვილი მოდის მერე და აი ეს სირცხვილი მერე კიდევ უფრო დიდ რისკებს აჩენს იმისთვის, რომ შეიძლება ისევ თქვათ იქ დაბრუნდეს და აი ძალიან ბევრი რაღაც არის ამას ჩართული და ამიტომ მინდა ხოლმე გავაგებინო ადამიანებს, რომ ბუნებრივია ყველას მაგას ვეუბნები, რომ ეს ძალიან ბუნებრივია მაგ დროს, რაც ჭირდება ადამიანს არის ის, რომ ვიღაც სხვაც გრძნობდეს იგივეს. და ამიტომ არის ეს თუნდაც ცნობიერების ამაღლება, თუნდაც აი ეს სარეაბილიტაციო ცენტრები, თუნდაც თვითდახმარების ჯგუფი, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი ეს სოციუმი იქმნება, ვისაც ერთმანეთის ესმით. მთელი ცხოვრება რო ეგონათ, რომ რაღაცა გარიყულები იყვნენ, მათი არავის არ ესმოდათ, მარტო იყვნენ, რეალურად ესე არ არის. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე თუ არ ვარ დამოკიდებული ადამიანი, ვიღაც დამოკიდებულს ვერ გავუგებ, ვერ მივხვდები იმის ტკივილს და ვერ გავიგებ იმის ტანჯვას და ვეტყვი რომ აი ეხა ასე მოდი რა. დაიკიდე. ხო, დაიკიდე რა. ხო, რაც აი სიგიჟეა. აბსოლუტურად შეიძლება ადამიანს ეკუთხრა. ამბრიქით ჩხუბს დაუწყებ და მშობლების შემთხვევაში გამოკეტავს სახში ან მონასტერში გაუშვებ და რაღაცებს გააკეთე. ან სასწავლებლად გაუშვებ, შენ არ დაინახო საერთოდ, ხო? და მე კიდე უფრო აქეთ ჩხუბი რომ აი შენთვის ყველაფერს ვაკეთებ და შენ და მესმის უბრალოდ აი აქაც ცოტა ისე დაყოფა ხდება ხოლმე, ნუ თანადამოკიდებულება მეორე მხარე, რომელიც არის არანაკლებ მძიმე, ვიდრე ვთქვათ გამოკვეთილი დამოკიდებულება და ნუ თანადამოკიდებულებას დამოკიდებულება უბრალოდ დამოკიდებულს თუ ეძახით ადამიანს, ვინც არის შეიძლება რაღაც აქტიური ნივთიერების მომხმარებელი, თანადამოკიდებულს ეძახით ადამიანს, ვინც მოიხმარს იმ ემოციებს, რომელიც მასში აღიძრება აი დამოკიდებულ ადამიანთან ურთიერთობის დროს. და ხშირად არის ხოლმე დაპირისპირება დამოკიდებულ ადამიანებს და თანადამოკიდებულებს შორის, რომ ნუ მათი პოზიცია არის რომ აი თქვენ გამო და ამათი პოზიცია არის რომ პირიქით თქვენ გამო და ნუ რაღაცა, მაგრამ რეალურად მეცინება ხოლმე ამას რომ ხედავ, იმიტომ რომ ორივე აბსოლუტურად ერთნავში ზის და ერთი გამომდინარეობს მეორედან, იმდენადვე რამდენადაც მეორე გამომდინარეობს პირველიდან და ისინი ცალ-ცალკე მაინც ისინი იქნებიან, ვინც არიან. ერთიც იქნება თანადამოკიდებული სულ რომ ეს ადამიანი გაწიო გვერდზე და მეორეც იქნება დამოკიდებული სულ რომ ეს ადამიანი გაწიო გვერდზე. ამიტომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოხდეს თანაცხოვრება, ისევ და ისევ ცნობიერების ამაღლება და ისევ აი ეს ერთმანეთის პარალელურად წინ და წინ სიარული. ხო. ერთი სტუმარი ყვებოდა, თუ სწორად მახსოვს, არ მახსოვს რომელი, რომ ეგეთი შემთხვევაც იყო, რომ უკეთ გამოჯამრთელდა დამოკიდებული ადამიანი და თანადამოკიდებული მშობელი იყო თუ პარტნიორი იყო, არ მახსოვს, დაშორდნენ ერთმანეთს რა, იმიტომ რომ თანადამოკიდებული არ აძლევდა საშუალებას, რომ გამოჯამრთელებულიყო და მე ეს თანადამოკიდებული ადამიანი შევიდა ისევ ურთიერთობაში, ხო, პარტნიორი იყო, შევიდა ურთიერთობაში, სადაც ისევ დამოკიდებულ ადამიანთან დაიწყო ურთიერთობა რა. და ჩაოლობრივი დამოკიდებულება არის. აუცილებლად, ანუ თანადამოკიდებული მათი ურთიერთობა შედგა, იმიტომ რომ თავის თავშივე ერთი არის თანადამოკიდებული, მეორე არის დამოკიდებული და ისინი ეძებენ ერთმანეთს და აუცილებლად იპოვიან. კი. ის თანადამოკიდებული, ჩვენ ხო თავიდანვე თქვით და შევთანხმდით მაყურებელთან ერთად, რომ დამოკიდებულება არის ეს რაღაცა ემოციების დევნა რა და ამ ემოციას ნივთიერებიდან მიიღებ თუ ადამიანიდან მიიღებ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ და არც ადამიანიდან და კიდე ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება, ანუ ვარჯიშია ყოველს უკვე ხომ აი ვარჯიშზე დამოკიდებულებს რა თქმა უნდა, ანუ მე თუ ობსესიურად იმდენად დიდ დროს ვუთმობ და იმდენად აბსოლუტურად მთელი ჩემი გონება, აზრები, ფიქრები, დღე ყველაფერი აშენებულია აი თუნდაც ვარჯიშის ირგვლივ, რაც ესე ძალიან ჯანსაღია, ხო? მექანიზმში პრობლემა. თვითონ ჯანსაღი შეიძლება იყოს და ძალიან მაგარია რა, მაგრამ მე თუ ბალანსის დაცვა არ ვიცი, გამორიცხულია ის აუცილებლად სადღაც დამაზიანებს და მთელი აი ეს დამოკიდებულებაც, რასაც ვამბობ, არის ის მექანიზმითაც ადამიანი ოპერირებს. და არა ერთი კონკრეტული რაღაც. როგორ შეიძლება ხო ერთი და იგივე რაღაცა სიტყვაზე ან ქმედება, ან თუნდაც ნივთიერება ერთ ადამიანს აზიანებდეს ისე, რომ აბსოლუტურად თავს აკარგვინებდეს და მეორეს პრობლემა არ ქონდეს. ხო, ანუ ფაქტობრივად
მუცლიდან იწყება ეგ ამბავი და არა თქვა ბავშვობა. ხო, იქამდეც და მუცლიდან ასე ამბავი იწყება. ძალიან ბევრი ეპიზოდი გავუკეთებია მაგაზე რა ხდება მუცლად ყოფნის დროს მუცლამდე და მე საერთოდ როგორ ხვდებიან იმ გარემოში, სადაც შენ ჩნდები რა ხდება, დედა როგორია, მამა როგორია, რა ემოცია ტრიალებს, რა გარემოა, აი ყველაფერს არის ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას. კი, ეხლა გადავიდეთ ქალების თემაზე, იმიტომ რომ ქალების შემთხვევაში, აი ჩვენ სანამ კამერებს ჩავთვალდით, ვისაუბრეთ კიდევაც რაღაცებზე და ერთ-ერთი რაც შენახსენე იყო, რომ მკითხე რომ გაგიგიაო ბევრი დამოკიდებული ქალიო და ხო არ გამიგია ბევრი დამოკიდებული ქალი და მე მკითხარი რომ რაღაც პერიოდის წინ გავიგე ერთმა ადამიანმა მიყვებოდა რომ უამრავი ქალი არისო, რომელიც ან გემბლინგზე დამოკიდებული რაღაცა და ქალების შემთხვევაში ეს ყველაფერი ხდება ძალიან ჩუმად. ძალიან. პირველში მაინტერესებს არსებობს თუ არა განსხვავება ქალ დამოკიდებულს და მამაკაც დამოკიდებულს შორის. არანაირად. უშუალოდ დაავადება დამოკიდებულება არ ანსხვავებს არც case, არც ასაკს, საერთოდ არაფერს. თვითონ მექანიზმი არის აუცილებლად ერთი და იგივე, ახასიათებს ერთი და იგივე, თქვა, სიმპტომები აქვს ერთი და იგივე განვითარების გზა, აბსოლუტურად არაფერი არ განსხვავდება თვითონ დაავადების შემთხვევაში. ხო. განსხვავდება უბრალოდ რა თქმა უნდა შეიძლება გამოხატულება რამდენად უფრო აფიშირებულია ქალების და კაცების და ნუ აი ეს უკვე მე სოციუმის მიდგომა, ეს უკვე რაღაცა როლებია, ეს უკვე სტიგმებია, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი და განსაკუთრებით ქალი, განსაკუთრებით საქართველოში ხა მაგ თემას რო ჩავყვეთ, სულ რო დამოკიდებულებას თავი დავანებოთ, ისედაც რამდენად ორმაგი და სამმაგი და რა ვიცი რა მხოლოდ სტიგმებს აწყდება ხო? ხალი ძალიან. კიდე პლუს ამ ყველაფერს დამატებული დაავადება დამოკიდებულება, ნუ ანულებს ადამიანს. ქალს განსაკუთრებით, იმიტომ რომ აი ზუსტად მაგას ვამბობდი, რომ ხო პარადოქსია თითქოს, რომ აი სუსტი სქესი და ესე მოიხსენიებენ, მაგრამ ამავდროულად მოთხოვნა ქალის მიმართ არის ის, რომ იყოს ძლიერი, ყველაფერი ეჭიროს, ბავშვზე იზრუნოს, იქ სამსახურში წიაროს, ოჯახსაც მოიყურებოს, კარგად გამოიყურებოდეს, თან იყოს მომთმენი, ანუ აი ცოტა სიგიჟეში შეიძლება გადავიდეთ ამ ყველაფერს რო ჩავყვეთ, მაგრამ ხო აი ეს არის რა რეალურად სუსტი სქესის მიმართ მოთხოვნები. და როდესაც იგებენ ქალი დამოკიდებულის შესახებ, ის ვერც დედა ვეღარ არის, ის ვერც მეგობარი ვეღარ არის, ვერც სამსახურში ვეღარ არის თანამშრომელი, მორალი საერთოდ არ გააჩნია, თან ეგრევე ითარგმნება, რაოდენ საინტერესოც არ უნდა იყოს, აი ოჯახს რა გაუკეთა. ზუსტად. და აი ხმარს რა გაუკეთა. შვილებს რას ეტყვის. აი ზუსტად. და ანუ მანდაც ძალიან დიდი განსხვავებაა, რომ ნუ ისევე ხარო ჩავყვეთ, რატო ხდება ესე, რომ რატო ვცხოვრობ თან პატრიარქატულ სამყაროში და რაც ძალიან შორს წაგვიყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება, რომ კაცი როდესაც ამბობს, რომ პრობლემა აქვს, კაცმა იცის, რომ კაცს დაეხმარებიან. და ქალმა არ იცის, რომ დაეხმარებიან. ხო, გონია რომ გარიყავენ. და იქნება მიუღებელი ყველასთვის, ხო? და ფაქტები, რასაც მეტყოლებს, ესეც რეალურად არის, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს. და რომ ქალთა დამოკიდებულებაზე საერთოდ არ ვსაუბრობთ. და რაც არ ვსაუბრობთ, იმას ვერც მოვაგვარებთ, ხო? ხო. კაცების დამოკიდებულება არის ჯერ ძალიან თოთო, ასე ვთქვათ რა, როგორც დამოკიდებულება. და გულისხმობ? ნუ თვითონ ანუ შეიძლება მომხმარებელი ადამიანები და კაცები ბევრი ვიცით და ანუ ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ის რომ დაავადებულები არიან, ეს არის ძალიან ახალი კონცეფცია საქართველოში, მით უმეტეს ბოლო რა ვიცი 5 წელი ალბათ, 5-10 წელი რაც შეიძლება დაშვების დონეზე მაინც იყოს და გაჟღერების დონეზე. და ქალების დამოკიდებულება საერთოდ იმდენად ტაბუდადებულია, რომ რასაც მე ანუ რომ ვამბობ თქვა და არაერთხელ დაუსვიეთ ჩემთვის ეს კითხვა, რომ ქალთა სარეაბილიტაციაში რომ ვშობ, ვაიმე ქალებიც არიან ეგეთები? და იმაგ დროს მინდა რომ არ ვიცი რა გავაკეთო. ნუ აი იმდენად აი შინაგანად აი ეგ მიჭერს რაღაც, რომ აი ეგეთები ჯერ ძალიან ცუდი ფორმულირებაა, იმიტომ რომ ეგეთები როგორები, ხო? აი მე რომ ყოველდღიური შეხება მაქვს, რომ ვიცი რა, რეალურად რამდენად აი ყველაზე
ფანტასტიკური. აი მართლა ფანტასტიკური ხალხი არის. იმდენად მზრუნველი, ისეთი მუსიყვარული, ისეთი რაღაცა ერთმანეთისგან. ნუ აი რა, ესეც ძალიან შორს წამოყვანს, მაგრამ აი ძალიან მაგარი ადამიანები არიან და უცებ აი ვისაც საერთოდ შეხება არ აქვს და საერთოდ შეიძლება გაგონილიც კი არ ქონდეს ამას დაკავშირებით უცებ ესე რაღაც რომ ესმის და კითხვას რო სვამს, რომ აი ვაიმე ეგეთები, აი მინდა ხოლმე ხო. გავოვიდე და ვიყვირო, რომ ანუ რა ვიცი რა. ეხლა შეკალებთ რამდენი ხანია რაც მუშაობ? ქალებთან იდეაში 4 წელია, მე 4 წელია. უფრო კიდე აქტიურად რაღაც ერთი პერიოდი იყო აქტიურად მუშაობდი, მე რაღაც გარემოების გამო ნუ აღარ იყო და ეხლა ისევ დაახლოებით ესე 1 წელია კიდევ. ხო. იცით რა დამოკიდებულებით მოდიან ხოლმე ქალები? ყველანაირი ხო. ალკოჰოლი, გემბლინგი, ნარკოტიკი, ყველა. ალბათ ადამიანებზე დამოკიდებულებით. ნუ ცალკე გვაქვს კიდე თანადამოკიდებულების ჯგუფები, რომ სადაც ნუ აი თანადამოკიდებულის ასე ვთქვათ საკუთარი თავის დანახვა თანადამოკიდებულს კიდე უფრო მეტად უადვილდება, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ იქ ნივთიერება მაინც არ არის ჩართული და მიუხედავად იმისა, რომ მაინც რთულია და მაინც ნუ პირველი რა თქმა უნდა ისრის გაშვერა არის დამოკიდებულზე, რომ იმის გამო ვარ მე აქ და იმის ბრალია, მაინც უფრო მეტად მიმღებლობა არსებობს თანადამოკიდებულების შემთხვევაში, მაგრამ ნივთიერების თუნდაც გემბლინგის და რაღაცა ქცევითი ადიქციების შემთხვევაში ძალიან რთულია ამის დანახვა და ამის აღიარება. ისევ და ისევ სტიგმებიდან გამომდინარე. ამიტომ ეს არ არის თქვა ერთი ჭარბობს ან მეორე ჭარბობს, ანუ ყველაფერია და ხშირ შემთხვევაში კიდე იმასაც მინდა რა ხაზი გაუსვა, რომ ერთ რაღაცას იშვიათად თუ გამოარჩევს ადამიანი. ყველაფერს აკეთებს ერთდროულად, იმიტომ რომ ეს რადგან ვახსენეთ და შევთანხმდით იმაზე, რომ ეს არის ტკივილისგან გაქცევის და ტკივილის გაყუჩების გზა, ის რა ხერხით და რა გზით და რა ფორმით გაიყუჩებს ტკივილს აბსოლუტურად ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხო, ზუსტად. და თან რადგან აღარ ყოფნის, მე დაამატებს და დაამატებს. სადაც უფრო მძაფრი იქნება, იქ შევა. აუცილებლად. ემატება ვთქვათ ნივთიერება, შემდგომ თამაში, ემატება ურთიერთობა, ანუ ყველაფერი ერთად. და ამიტომ ესეც ძალიან საინტერესო ფენომენია, რომ ძირითად შემთხვევაში, როდესაც ვთქვათ კაცი მიდის ფსკერამდე, შეიძლება მისი ცხოვრების ყველა ასპექტი დანგრეული არ იყოს. შეიძლება ოჯახი მაინც ყავდეს, შეიძლება სამსახური მაინც ქონდეს და ასე შემდეგ. უფრო ხშირ შემთხვევაში ქალის დამოკიდებულების შესახებ, როდესაც ვიგებთ, მას უკვე ყველა სფერო ჩამოშლილი აქვს. იმიტომ რომ იქამდე ძალიან მაგრად უჭირავს, იკავებს ამ ყველაფერს, აი კაცები ახდენენ ამ ყველაფერს ექსტერნალიზებას უფრო მეტად, რომ აი შეიძლება იყოს აგრესიაში გამოხატული, კრიმინალში გამოხატული და უფრო რაღაცა შესამჩნევი და ქალი ამ ყველაფრის ინტერნალიზებას აკეთებს. შიგნით იტანჯება, შინაგანად დეპრესიისკენ მიდრეკილია, უფრო შფოთი აქვს და ამავდროულად თან რაღაცა ყველაფერი უნდა ეჭიროს და აი ამ ფასადს თითქოს იქმნის და ამიტომაც არის, როცა ვამჩნევთ ქალში დამოკიდებულებას უკვე საკმაოდ ძიმე ფორმებშია კი ხო და სხვაგან არის უკვე. ხო შეიძლება ახლა რომ ვემზადებოდი ამისთვის წავიკითხე ეგეთი რაღაცა, რომ ქალის შემთხვევაში ძალიან მარტივი ალკოჰოლზე უფრო მეტად დამოკიდებული რო გახდეს, იმიტომ რომ ცხიმის ნაკლები, ანუ ცხიმი ნაკლები გვაქვს ქალებს ვიდრე მამაკაცებს, უფრო სწორედ მაღალი პროცენტი გვაქვს კი პირიქით და ნივთიერებას უფრო მარტივად იწოვს რა, ესე ვთქვათ, ხო და კიდევ ძალიან ბევრი რაღაცეები იყო, რაღაცა ფერმენტები გვაქვს ჩვენ მეტი ვიდრე მამაკაცებს და აი ანუ რეალურად ბიოლოგია და ფიზიკაც ხელს უწყობს, ხო, რომ უფრო მარტივად მოხდეს დამოკიდებულებაში შესვლა, ვიდრე აი არ ვიცი, მამაკაცს რა. ხო, ესეც რაღაც ერთ-ერთი ფაქტორი არის და თუნდაც ფსიქოლოგიური, მაგრამ ფიზიკური, მაგრამ აი ისევ მაგას ვამბობ, რომ რადგან უფრო იმას ვეფუძნებით და იმას ვეყრდნობით, რომ ეს არის აი სულიერი ტკივილის გაყუჩების გზა, გამოსვლა უფრო მეტად უჭირს ესე ვიტყოდი ქალს. ხო, ანუ ეგეც აი ეს ფიზიოლოგიაც ეხმარება მაგაში კიდე პლუს რა, ხო. და უბრალოდ კიდე ერთ რაღაცას ვარ დაკვირვებული ახლა ჩემი პრაქტიკის განმავლობაშიც, რომ უფრო მეტად შეიძლება უჭირდეს ქალს გამოსვლა, მაგრამ თუ ქალმა გადაწყვიტა, ხო, ძალიან კატეგორიული. აუცილებლად გამოვა. აღონდა აი მართლა თუ გადაწყვიტა და აბსოლუტურად ნუ ყველაფერში თუ გამოგვყვა და თუ მიენდო იმ პროცესს. ხო, აი მართლა გადაწყვიტა რას ნიშნავს?
იმას ნიშნავს, რომ აი თავისი ძველი ფაქტია, რომ რაღაცას მიყავდა იქამდე სადამდეც მიდიოდა და საიდანღაც ვერ გამოდიოდა უბრალოდ. ხო, ამიტომ ის რომ აი მაინც დამოკიდებულ ადამიანს გააჩნია ეს, რომ მე ვიცი, მე უკეთესად ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ მენგრევა ცხოვრება, მაინც ჩემ თავს უჯერებ. ამიტომ როდესაც მე ვაღიარებ თქვათ, რომ ვარ დამოკიდებული და ვითხოვ დახმარებას, მივდივარ თუნდაც რეაბილიტაციაში, ანუ პროფესიონალთან, მე იმის უფლება, რომ კითხვა დავსვა რატომ, ვამბობ ხოლმე, რომ აღარ მაქვს. რა თქმა უნდა, ესე მაქვს, ჩემზე არის ხო, მაგრამ ეს რატომ კითხვა უნდა ჩანაცვლდეს, კითხვა როგორ. იმიტომ რომ მე რომ რაღაცას ვთქვათ, მეუბნებიან, რომ აი აქედან გამოსასვლელად არის ეს საჭირო, მითხარით როგორ გავაკეთო. და აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთო. მან წინააღმდეგობა უკან ნაბიჯი აღარ არსებობს მან დროს შედიხარ. იმიტომ რომ ძალიან რთულია თან ის გვახასიათებს, რომ სულ წინასწარ გვინდა ვიცოდეთ რა მოხდება, წინასწარ გვინდა გავიგოთ როგორ დაალაგდება, როგორ მოხდება, როგორ გავივლით ამ ყველაფერს, მაგრამ დრო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვერ გადავახვევთ, ვერ გადავახტებით, ვერ ავაჩქარებთ და აი ის რესურსი, რა რესურსიც მე გამოჩნია, უბრალოდ რომ ჩავდო იმაში, გამოჯანმრთელების გზით ვიარო. და პირიქით შევცვალო რაღაცა ჩემი მიმართულება აუცილებლად საოცარ შედეგებს გამოიღებს, უბრალოდ ეს არის გადაწყვეტილების მიღება, რომ მე ჩემ ძველ საქციელებსა, ძველ ჩვევებზე, ძველ რაღაცა ფიქრის მექანიზმზე უნდა ვთქვა უარი და მუდმივად უნდა ვაკეთო ახალი რაღაცეები. ხო. როდესაც სახლზე ვფიქრობ, მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე არ გახსენდება. სახლი არის ადგილი, სადაც შენ ქმნი, შენ სიმშვიდეს, შენს ცხოვრებას, შენს მომავალს. სწორედ ამას გვთავაზობს დეველოპერული კომპანია მეტროპოლი, რომელიც ქმნის ყველა ტიპის უძრავ ქონებას. მეტროპოლი გეხმარება იპოვო შენი სახლი, რომელიც შეესაბამება შენს ცხოვრების სტილს და სურვილებს. მეტროპოლი, სახლი, რომელიც ჩაიფიქრე. აი ქალებთ რომ ვაკობთ სამჩვევად კამერებს ეგეც გითხარი რომ ძირითადად არის ხოლმე რომ თუ შვილები ყავს, ქალთან შვილი არ აქვს მნიშვნელობა ერთი თუ ბევრი, ძირითადად არის ხოლმე რომ აი შვილი ყავს და როგორ, ну, არ უვლი და საქმე არ ქონდა. ეგ ძალიან ხშირად გამიგეს ხოთა შორის, რომ უსაქმურ ადამიანს ემართება და აი ხო, საზოგადოებაში ხო არის ეგ აზრი, რომ აი რაღაცა ჰობი ქონოდა, სამსახურში არა, ის ეკეთებინა, 9 ჰობი მეგობრები ენახა, წესიერი წრე ქონოდა, ის ეკნა და არ შევიდოდა ამაში რა. და პლუს აი ხოთა შორის არის ხე კარგი გოგოს და კარგი დედას და კარგი სისის სტიგმა მე ხო გვაქვს, მაგრამ ხოდა შორს ამ კითხვას რომ ვფიქრობდი, ბიჭებთანაც არ არის ეგ ნაკლებად რა. იმიტომ რომ ეს კარგი შვილობა, რაც ეს ქართველებს გუდეებს, ხო? შეიძლება სხვა ერთსაც უბრალოდ მე სხვა ერთში არ მიცხოვრა და ვერ ვიტყვი მაგ სხვა ერებზე, მაგრამ ჩვენ როი კარგი გოგო უნდა ვიყო, კარგი ბიჭი უნდა ვიყო და მე თუ მოვიხმარ, ჩემ მშობელთან ვერ მივალ და ვერ ვეტყვი მიშველე, იმიტომ რომ კარგი უნდა ვიყო და ეს რო გავაკეთო, მე ხომ კარგი აღარ ვიქნები. ოღონდ რო გვესმოდეს, ჩემ მაყურებელს მიმართავ, რო გვესმოდეს, ეს ხდება იმდენად ცნობიერების ძალიან ღრმა შრეებში, რომ ამას კიდევ ვერც ვიაზრებთ, ხო? ანუ ცნობიერების თუ არაცნობიერი არ აქვს მაგას უკვე მნიშვნელობა, რომ ვერ ვიაზრებთ, რომ ეს ჩადებულია, რომ კარგი უნდა ვიყო რა. და რეალურად ცხოვრებაში სხვა რამეს ვაკეთებ, რაც ჩემმა მშობელმა მითხრა, ხო, შეიძლება რომ ცუდ რაღაცას მოვიხმარ და ვაკეთებ, მაგრამ იმასთან მაინც კარგი უნდა ვიყო რა, შევფუთავ, რომ ჩემი მშობელი მაინც ჩემი მშობელია, ხო, ეგრე არის. კი, აუცილებლად და ზუსტად ანუ არანაკლებ წნეხის ქვეშ არიან, თქვათ კაცებიც, ანუ აქ ვერ გამოვარჩევ, რომ თქვათ ქალები უფრო ანუ ყველას თავისი წილი წნეხი აქვს, ასე ვთქვათ რა, მაგრამ აი ეს რომ კარგი შვილი უნდა ვიყო, ორივე შემთხვევაში ძალიან გამოკვეთილია. და ესეც გამომდინარეობს საიდან, რომ სიყვარულს თითქოს დამსახურება ჭირდება. ზუსტად. მე აუცილებლად უნდა ვიყო კარგი, მე უნდა ვიყო წარმატებული, მე უნდა ვიცხოვრო სწორად და ეს სწორად ცხოვრება ოღონდ ვისთვის რა არის არავინ არ იცის და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნები მე სიყვარულის ღირსი. სწორად ცხოვრება რა არის, რომ რასაც გეუბნება დედა, მამა, ბებია, ბაბუა, მეზობელი, სიტყვაზე ვიძახი, ის აკეთო რომ რა რაღაც. არ ვიცი, სკოლაში ისწავლა, მე უნივერსიტეტში ისწავლა, მე სამსახურში იარო, მე გათხოვდიან ცოლი მოიყვანო, მე შვილები გავიჩინე, მე მოკვდე. აი ეგ არის სწორად ცხოვრება. ხო.
და ნუ ამ დროს საერთოდ ვერ მოდის რა, თანხმოთრას შეიძლება ბევრ ადამიანთან აი ეს რაღაცა დაპროგრამებული ცხოვრება და მესმის. რა თქმა უნდა. ყველა არ არის მაგისთვის. ვიღაცები არსებობენ, ვისაც პირიქით ძალიან უნდა ეგეთი ცხოვრება და რატო არა, ხო? უბრალოდ აქ საკითხი იმაშია, რომ მე თუ სხვა რაღაცის მოთხოვნილება მაქვს და მე არ მაქვს ის სივრცე ჩემ ოჯახში, თან ოჯახი წმინდაა, ხო? აი ოჯახში უნდა წყდებოდეს ყველაფერი, ოჯახი არის ჩემი ზურგი და ოჯახში უნდა მივიდე და უნდა მეთქმოდეს, რომ აი მე თუნდაც დახმარება მჭირდება. და ამ დროს დღევანდელ დღეს პირიქით, ანუ ყველგან გამოაჩენენ და გამოავლენენ ყველაფერს, ოღონდ ოჯახმა არ გაიგოს. ანუ აი პირიქით არის ოჯახი მალავს ბოლომდე ზუსტად. თუ ოჯახის წევრი არის დამოკიდებული თან თქვათ წყვილში თუ პრობლემა არის ეს არ უნდა გავიდეს არსად გარეთ ხო და ნუ აი რაღაცა ნუ იმიტომ რომ ხო ასოცირდება სირცხვილთან რა ისევ მანდ მივდივარ ისევ ცნობიერების ამაღლებამდე მივდივარ რომ ჩვენ რაზეც არ ვსაუბრობთ ის ტაბუდადებულია ის საშიშია და ის რაღაცა დასაგმობია თითქოს და ამ დროს არანაირად რა პირიქით ახლა რა ვიღაცას დიაბეტი რო აქვს მალავთ ამას რო აი ვაიმე არა ხო? ხო, იმიტომ რომ იცი რა, რამდენ მე მაინც მაგ შეგიძლია გულწრფელად რომ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ჯერჯერობით ქვეყანაში მაინც იმ დონეზე ვართ, სადაც დაავადებად ამ ყველაფერს არ აღვიქვავთ. და ავადმყოფად, რაც ამ სუდად ჟღერდეს ამ ადამიანს, რომელიც არის ამითი დაავადებული არ აღვიქვავთ. ავადმყოფს მას არ ვეძახით. იმიტომ რომ ავადმყოფი კიდე სხვა რაღაცა გგონია რა. ხო, აი ვერ აღვიქვავთ ეს რომ დაავადება არის. მაინც ამას ვუდგებით რომ ოფ, როცა უნდა მაშინ დაანებებს თავს თუ რაღაცა ეგეც მსგავს რომ ვუყვარდე ჩემ გამო პატივს რომ ცემდეს ბავშვი რო უყვარდეს ხო ან ეს აი როგორ გთხოვე და მაინც მაინც არაკეთებ რა მან ძალიან მნიშვნელოვანია ნუ იმის გააზრება და აი თანადამოკიდებულისა და დამოკიდებულის დინამიკაში არა ხოლმე ხშირად ეს რომ თანადამოკიდებულს გონია რომ ესე იგი რადგან მისი თხოვნის და მისი ჩხუბის და მისი რაღაცა გათვალისწინების მიუხედავად ის თავს არანებებს და მაინც მოიხმარს ესე იგი არ უყვარს და ამ დროს ეს ორი საპირწონეთ არ დგას სიყვარული და მოხმარება აბსურდულად არაფერ შუაში არ არის ერთმანეთთან ადამიანი მოიხმარს იმიტომ რომ თავის ჯოჯოხეთს გაიქცეს შინაგანად ეს არის და ეს და არა ის იმიტომ რომ ან არ უყვარს ან ნაკლებად უყვარს ან არჩევს ან ასე შემდეგ ან არ არის ეს კი მაგრამ რეალურად ხო ნუ არ არის და აბსოლუტურად გეთანხმები მიუხედავად იმისა რომ მე ხლა აი ჩემ ბავშვს ვამბობ შეიძლება პირიქით ყოველდღიური შეხება მაქვს და ჩემი ირგვლივ ყველა მიცის იმიტომ რომ ნუ აქ მიწევს ხოლმე ფუნქციონირება ყოფილა ისეთ შემთხვევები სადაც ნუ აი ვაიმე ქალებიც არიან ეგეთები ხო მაინც ხო ჯერჯერობით სანქვემოთ ვარ კი არ არის საერთოდ ცნობიერება ამაღლებ არ მახსოვს გოგოს სახელი და გვარი გულწრფელად რო გითხრა რომ რაღაცა პოდკასტში YouTube-ზე ვუყურე რა სადაც თავის დამოკიდებულებაზე საუბრობდა ნინი ну აი მოვდით ტირილით ჯერ საუბრის დროს და მინდოდა აი ძალიან მინდოდა რომ სადმე შემხვედროდა ქუჩაში და მეთქვა რომ აი მადლობა რომ მოყევი რა ესე მოყევი როგორც მოყევი იმ დეტალებში მოყევი იმ სიმძაფრით მოყევი და ეგ შეძელი საერთოდ რომ მოგეყოლა რა აი მაგას ძალიან დიდი გამბედაობა უნდა და ხო არ არის მარტივი რაღაც მაგრამ აი ზუსტად ესეთი რაღაცეებით ხდება ნელ-ნელა წინ წასვლა კი აი ხარ ვიცი რამდენად მაქვს კითხვის უფლება თუ არ მაქვს უბრალოდ გამოვტოვებთ ამ ყველაფერს ბენეფიციარებს ეძახით ხო ხო ბენეფიციარები აი რა ან სახელმწიფო გვარებს ხარში რა თქმა უნდა მაგრამ აი რაღაცა ერთი ისტორია თუ შეგვიძლია ავიღოთ და მოვყვეთ აი როგორ მოვიდა როგორ გაიარა და თქვა დღეს სად არის რა შეიძლება ვიღაცისთვის ახლა ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყოს რომ ეგ მოისმინოს რა რაღაცა როგორ რა პრობლემით მოვიდა თქვა როგორ მდგომარეობაში იყო რა გაიარა თვითონ წარსული და მე დღეს სად არის რა რაღაცა კი ერთი კი არა რა ვიცი ძალიან ინდივიდები ვართ იდეაში და ყოველს ჩვენი ისტორია გვაქვს ხო მაგრამ როგორი საინტერესოც და უცნაურიც არ უნდა იყოს ახლა უცხო
თვალით მაყურებელი ადამიანისთვის ისტორია მაინც ერთი და იგივე. აჰა. უბრალოდ დეკორაციები იცვლება, თორე ქალიც, კაციც გადის ერთი და იგივე ისტორიას აბსოლუტურად. და ისტორია არის როგორი, რომ ბავშვობიდან, ბავშვობაში რაღაცა კი დედა მამა ერთად იყვნენ, ყავდა და ყავდა ძმა, ჩხუბი და რაღაც შეიძლება საერთოდ არ იყო ბავშვობიდან და ამას არ ესწრებოდა, უბრალოდ არ იყო ემოციური პრეზენსი რა. ხო, ემოციურად არ იყო, ვთქვათ, არც დედა, არც მამა ჩართული და არ ქონდა ეს ემოციურად უსაფრთხო გარემო. მერე იქ რაღაც სკოლაში დადიოდა, იქ ბაღში დადიოდა, ჯერ სკოლაში წავიდა, იქ მეგობრებთან ერთად დაიწყო სიტყვაზე რაღაცა გაკვეთილების გაცდენა, იქ რაღაცა ცოტა არევა, იქ სახლში შეიძლება ცოტა რომ წამოიზარდა, დედმამის ურთიერთობა ცოტა სხვანაირად დაინახა იმ კუთხით, რომ ხედავდა, რომ აი მამა რაღაცა ხმას უწევდა, ან რაღაც უკმაყოფილო იყო, იქ დედას უყურებდა, რომ ხმას ვერ იღებდა, ვერ ეპასუხებოდა და აი ეს დინამიკა ნელ-ნელა თვითონ ეს ბრაზები შეიძლება გაუჩნდა მამაზე. დედას მე მიმართაც ბრაზი რომ აი ამდენს რატო აბედინებს სიტყვაზე და ეს აგრესია სახლში რო ვერ გამოქონდა ეს აგრესია იმიტომ რომ მამასთან მამა ავტორიტეტი იყო და ვერ და დედასთან რა უნდა იქნა იმიტომ რომ პირიქით სირცხვილისგანც დადაყვებოდა რომ ვერ იცავდა გადაქონდა ქუჩაში გადაქონდა იქ საერთო იპოვა ადამიანებთან იქ უბნელებთან რაღაცა ბიჭებთან ასე შემდეგ გააგრძელა ისე მან ყოფნა სახლში უფრო ნაკლებად მიდიოდა აღარც სწავლობდა დიდად არც აინტერესებდა, უფრო რაღაც მეტად გართობაზე იყო, უფრო რაღაცა სხვა საქმეებში ჩაერთო და მოხდა ისე, რომ მოიხმარა, გასინჯა და всё. მით უმეტეს ამას ერთვის ის ფონი, რომ ძალიან მაგარიონტი და მაგარი ტიპობა არის ეს, იმიტომ რომ იქ რაღაცა წარმატებული ფული ზუსტად რაღაცა ფული შოვნა და ეს კიდე ერთი რაღაცა манипуляციის საშუალება, თა ყველა აკეთებს, შენც რო შეხვიდე ამ წრეში, რო დაიმკვიდრო თავი, შენც იგივე გზას უნდა გაყვე და მოკლედ თელნებების საერთოდ დიდი ალბათობით პირველი მოხმარებისას არც კი მოეწონა, მაგრამ ეხა როგორ და ამიტომ გააგრძელა და მე უკვე ნელ-ნელა ისე გადავიდა, რომ ვეღარც დაბრუნდა რა. იქ შეიძლება ყოფილიყო მე კანონთან პრობლემები, შეიძლება ყოფილიყო ციხე, ერთხელ, ორჯერ, შეიძლება რაღაცა გადაირჩინა თავიდან ოჯახს, მე მეორეზე ვერ. ამასობაში კიდე რაღაცა გროვდება წყენები, გროვდება ბრაზები, იქ უკვე იწყება ვიღაც შეიძლება შეუყვარდა, იმისგან იმედგაცრუება მიიღო, ესეც დაემატა, უფრო გაახშირა, გააღრმავა მოხმარება. შეიძლება რაღაცა ოჯახის შექმნა, გაუჩნდა ბავშვი, ესეც სერიოზული სტრესია, ხო, ახლა როდესაც მithumetes პატარა ასაკში თან არც იცი, ხო, ვერ ძიაზრებ და უკვე მოხმარებაში როცა ხარ ბევრისგან მსმენია, რომ ბავშვი რო დაიბადა, საერთოდ ვერ მივხვდი რა მოხდა და აბსოლუტურად ემოცია არ მქონია და ცოლმა რო დამირეკა, რომ აი საავადმყოფოში წამეყვანე ცუდა თუ არა, ეხავე და წასულა, მოუხმარია და მოსულა მერე და დაუგვიანია და მოკლედ ოღონდ ეს 1 და 2 არ არის, ეს არის ხო და ამ დროს რატო? იმიტომ რომ შიში ამოძრავებს, რომ ფხიზელი ამას ვერ გააკეთებს. ის კი არა რომ აუ ეხა რა მაგრა გაასწორებს, არ არის რა. ეხა ეგ არის რომ მე უბრალოდ ფხიზელია, ეშინია. არ იცის ფხიზელი. არ იცის, ბავშვს ვერ დაიჭერს. ცოლის მიმართ სიყვარული როგორ ადამიანიც არ გთვლის რომ ფხიზელი არსებობს, ხო? საერთოდ. მისი თა არც ახსოვს ამის გარეშე. და იცი რა, რომ ადამიანები რომლებიც მოიხმარენ და საზოგადოებაში არიან. მუშაობენ. ფუნქციური მოხმარებლები. ხო, ფუნქციური რასაც ქვია რა, ბიოლოგიური რობოტები რა, რასაც ეძახიან, რას გულისხმობ, რომ მუშაობენ, იქ რაღაც შეიძლება მაღალ თანამდებობებზეც იყვნენ სხვა კომპანიებში და რაღაც. რა როგორ ფუნქციონირებენ? ანუ რას ვამბობ, იცი? სულ არაფხიზელ მდგომარეობაში არიან? არ ვიცი. ან აი საზოგადოებაში აი უკეთე ძალიან რო არ გავამძაფრო, მაგრამ მაინც ვიტყვი. მქონია ეგეთი შემთხვევა რა, რაღაცა კომპანიაში, სადაც ერთ-ერთი უფროსი იყო აშკარად მომხმარებელი. ეხა ეს ამაზე რა თქმა უნდა ღიად არავინ არ საუბრობდა, მაგრამ შეხვედრაზე რო გიზის, ძალიან რთულია არ არის უბრალოდ რომ მიხვდე რა, თუ გინახავს ერთხელ მაინც დამოკიდებ მაგ მდგომარეობაში ადამიანი, ალბათ მარტივად ხვდები რაღაცებს. თუ ძალიან არ მალავს და რაღაც პროფესიონალი არ არის მაგაში.
და ვერ ხვდე, აი საერთოდ ვერ მივხვდი როგორ ფუნქციონირებდა რა, იქ რაღაც არ ვიცი გადაწყვეტილებას იღებდა თუ რას აკეთებდა და ბევრი გამიგია ეგეთი რომ არსებობენ საზოგადოებაში ეგეთი ადამიანები, რომლებიც არიან მოხმარებელები, მაგრამ თან ცხოვრობენ რა, ესე ვთქვათ რა, შულები წყავთ, ოჯახი წყავთ, იმის იქით, ხო, ქალებზე არ გამიგია რაც აღნიშნეთ, მაგრამ კაცებზე ეგეთი შემთხვევები არის და რანაირად ახერხებენ? ნუ გააჩნია რის ფასად. ხო. აი ეს არის, იმიტომ რომ ადამიანს შეუძლია ისეთ სიტუაციებში თვითგადარჩენის ინსტინქტით თუნდაც მოქმედება, რომ ნუ წარმოუდგენელია რა, მაგრამ ის შემთხვევები და მეც არაერთი მინახავს სიტყვაზე, ხო? ის შემთხვევები, ანუ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მის ირგვლივ ყველა მიცის. რა ხდება და როგორ ხდება, ეგ ერთი. მისი შინაგანი მდგომარეობა, ნუ ეს უკვე სტატუსზე ურტყავს, ხო? ანუ თუ ვამბობთ, რომ იდეაში უპრობლემოდ ფუნქციონირებენ და არაფერი პრობლემა არ არის მათ ირგვლივ, რეალურად უნდა შევხედოთ, რამდენად მართლა არ არის მათ ირგვლივ არანაირი პრობლემა, იმიტომ რომ ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება არ იყოს მის ცხოვრებაში არის ის, რომ ნუ ფიზიკურად ადგა და მოვიდა შეხვედრაზე. მაგრამ ის, რომ ყველა მიცის მაინც, რომ მოხმარებულია ეს სტატუსის ამბავია, ის, რომ ოჯახი ყავს, ოკეი, ოჯახი რის ხარჯზე ყავს, რითი ხდება ამ ყოველფრის შენარჩუნება, ხო? დიდი ალბათობით ცოლი, რომელთანაც ნამდვილად არ ექნება იდეალური ურთიერთობა. თუ ცოლის მომხმარებელი არ არის, ხო? რა თქმა უნდა, და ხშირ შემთხვევაში არის. და აი მანდაც დინამიკა, ანუ მოხმარებას მარტო რაღაცა ნარკოტიკს ან ალკოჰოლს ხო არ ვეძახით რა, ჩვენ ძალიან ერთ-ერთი ძალიან გამოკვეთილი მოხმარების საგანი არის სააფთიაქო წამლები, ოღონდ დანიშნულებით. ანუ ანტიდეპრესანტები, აი უბრალოდ ვთქვათ, რომ მივა ადამიანი ფსიქოლოგთან, ფსიქოთერაპევტთან და ნუ აუხსნის თავის მდგომარეობას და ის გამოუწერს რაღაცა შფოთის საწინააღმდეგო. ფსიქიატრი არა, აი ფსიქოთერაპევტი უწერს მას? არა, ანუ დანიშნულებას ვინც აძლევს, ნუ ხო მგონი ფსიქიატრები უწერენ მარტო ანტიდეპრესანტებს. ფსიქოლოგს მგონი მაგის თერაპევტს თერაპევტს არ აქვს მაგის უფლება, ხო, უბრალოდ ანუ შეიძლება გასაუბრება დიაგნოზის მიყოლებით და რაღაცა ის შეიქმნას რა. ხო, რატომღაც მე ვიცი რომ ფსიქიატრები წერენ მარტო შეიძლება მცდები, მაგრამ ფსიქიატრებს აქვთ უფლება იმის რომ ანტიდეპრესანტები გამოეწერენ. ანტიდეპრესანტებს და ხო, რაღაცებს, ანუ ფსიქოტროპულ წამლებს და ასე შემდეგ მარტო ფსიქიატრები წერენ. კი. ამიტომ ხო, ნუ რა მნიშვნელობა აქვს? მიმზე აქვთ ეს წამალი და მე ვთქვათ რაღაც მომენტი დგება რომ წამალი აღარ აქვთ? არა, თუნდაც რომ აქვთ წამალი და აქვთ დანიშნულება რომ ისეთ დროს უნდა მიიღონ, რომ სიტყვაზე უნდა, როცა უნდა მიიღონ, რაღაცა ცოტა შფოთი იგრძნეს და ნუ პრინციპში რა მოხდა ეხლაც რომ მივიღო. ხო. და მიიღო მაშინ, როდესაც დანიშნულება არ აქვს. ეგეთი შემთხვევები ქონია? კი, როგორ? ბევრი. ძალიან. მართლა? ეს ან ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, და არა მარტო საქართველოში. არა მარტო საქართველოში ძალიან გავრცელებული ის არის რა, ერთ-ერთი დამოკიდებულება, რომელიც აი თითქოს არ აღიქმება დამოკიდებულებად, იმიტომ რომ ეს არის ექიმის დანიშნული წამალი. ეგრე კი, ანუ ეგრე მეც და ხოლმე ძალიან ბევრი ადამიანი, მაგას მეორე მხარეც აქვს ცუდი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც რეალურად სჭირდება, რომ მიიღოს ანტიდეპრესანტი და კლინიკური გამოვლენა აქვს ისეთი, რომ აუცილებელია თუ კაი ფსიქიატრის ხელში მოხდა და სწორად დაუწერენ დიაგნოზს. სჭირდება რომ მიიღოს ანტიდეპრესანტი და იმითთან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში არის აზრი, რომ ამაზე შეჯდები, მაგიტომ არ სვავენ. როცა აი კლინიკური დეპრესია აქვს, სადაც აუცილებელია რომ მიიღოს ანტიდეპრესანტი, არ სვავენ. ხო, ალბათ აი მაქედან გამომდინარე სხვა როგორ გაჩნდებოდა ეგ. აუცილებლად, ხო, ეგეც და მაგიტო არის ძალიან მნიშვნელოვანი, რატო ხდება, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელ დღეს განსაკუთრებით, თუნდაც ფსიქიატრების, თუნდაც ნარკოლოგების ჩართულობა როგორ არ უნდა იყოს მეტი აი ამ თემაში. იქიდან გამომდინარე, რომ ცალ-ცალკე იშვიათად თუ გვხვდება აი ეს რაღაცა გამოვლენები. ჩვენ თანდაყოლილი შეიძლება რაღაცა ფსიქიატრიული დიაგნოზის ადამიანები ყავს, ვისაც უტრიგერდება თავისი აი ეს პირველად დიაგნოზი ნივთიერებიდან გამომდინარე. კი. მაგალითად შიზოფრენია. კი. ზოგ შეიძლება
საერთოდ არ აქვს თანდაყოლილი და უვითარდება შემდეგ მოხმარების მერე. ამიტომ ეს იმდენად ფეხდაფეხდად ის ერთმანეთთან, რომ აუცილებელია უბრალოდ, რომ ფსიქიატრებს, თუნდაც ფსიქოთერაპევტებს, ფსიქოლოგებს საკმარისი ინფორმაცია ქონდეთ დაავადება დამოკიდებულების შესახებ. კი ბატონო, ქალებთან რომ დაუბრუნდეთ, აი ქალებზე ხა შენ სახსენე, რომ ეს სუსტის ქესი, რომელსაც სუსტად მოგვიხსენიებენ და ამ დროს ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებ, ალბათ არა სუსტს. და აი, როდესაც ამდენი საქმე აქვს რა, ქალს შეიძლება რომ ემოციური გაქცევა აი პირობითად რაღაც ნივთი ალკოჰოლში ან რამეში არ ნებისმიერ დამოკიდებულებაში შევიდეს. და მაგ დროს აი ნახე როგორი კითხვა მაქვს. მე თუ ეს დაავადება არ მაქვს. ან მაგამდე აი დავუშვათ ვარ არ ვიცი რაცა 40 წლის რა სიტყვაზე ვიძახ. მაგამდე ისე ვიცხოვრე, რომ აი დამოკიდებულებაში არაფერთან არ შევსულვარ, ესე ვთქვათ რაღაცნაირად მოვახერხე. მერე მოხდა რაღაც გარემოება, არ ვიცი, შვილები, ოჯახი, ვიღაცის გარდაცვალება, რაღაცები მოხდა და აი პირველად შევდივარ, აი სხვანაირად მოვკიდე სასმელს ხელი ან რაღაცა ეგეთი მსგავსი. თუ ჩემში ეს დაავადება არ არის, მე ამ სასმელს გავუშვებ ხელს რაღაც მომენტში და ვიტყვი, რომ ოკეი, ანუ всё, აი ეს რაღაცა მოხდა რა, ეს პერიოდი გაიარა და ეხლა აღარ მინდა, აღარ მჭირდება. შეიძლება ეგეთი რაღაც რომ მოხდეს? შესაძლებელი რა თქმა უნდა არის. ხო, მაგრამ რამდენად რეალურია ეგ მეორე საკითხია. ხო, აი შენ მითხარ. იმიტომ რომ მე როდესაც რა თქმა უნდა შემთხვევები არსებობს ის იმისიც და ამისიც, აი ესე ერთ კონკრეტულ იმაზე ვერ მოვჭრით თქვათ ყველაფერს რა, უბრალოდ მან როგორი რაღაცა იცი, რომ როცა ადამიანი იყენებს არაბუნებრივ რაღაცა გარეგან საშუალებას იმისთვის, რომ თავის შინაგან მდგომარეობას, შინაგან სტრესს გაუმკლავდეს. შანსები იმისა, რომ მან თქვას, რომ არა, всё, ოკეი, მეყოფა და გადადოს, არის ძალიან ცოტა. დაბალი, ხო. ძალიან. შესაძლებელი არის, მაგრამ იშვიათად თუ მინახავს, იშვიათად რა, მე პირადად არ მინახავს. ეგეთი შემთხვევა. ხო, აი ქალებშიც ზოგადად დაავადების გამოვლენა, როგორც მე ვიცი, რაღაცა თინეიჯერობიდან რაღაცა ასაკში ხდება. ქალების შემთხვევაშიც თუ არის ეგ დაკვირვება, რომ აი რა ასაკში ვლინდება. ეს შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში. ხო, არა. უბრალოდ აბსოლუტურად. უბრალოდ ხშირია თინეიჯერობის ასაკში განსაკუთრებით დღეს, იმიტომ რომ ისევ და ისევ ხელმისაწვდომობა არის ძალიან გაზრდილი, ბევრად უფრო სხვადასხვა რაღაც ხერხები არსებობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უბრალოდ შესაძლებელია გამოვლინდეს აი როგორც თქვი 40 წლის ასაკში. იმიტომ რომ აქამდე ყველაფერი რაღაცა ჩვეულებრივად მიდიოდა და რაღაც კატალიზატორი პატარა და всё. ეგრევე გამოვლინდა. აი თუნდაც ეს შეიძლება იყოს რაღაცა ოჯახის დანგრევა, ან ოჯახის შექმნა. აბსოლუტურად ის როგორ ხო? კი. და ანუ ეგ არის რომ მე არ აქვს მნიშვნელობა რა დამიტრიგერებს ამას და რა გახდება იმის წინაპირობა რომ მე ჩემში ვთქვათ ეს ყველაფერი გამოვლინდეს, იმიტომ რომ შეიძლება ამდენი ხანი პირიქით მე ამ ყველაფერს ვაგროვებ და ვითმენ და რაღაცა ფენა ვდებ და ამ ზამბარებს ვჭიმა. და აი დაკვირვებით რა გამოჯამთელება სადაც უფრო მარტივად მიდის, როდესაც რაღაცა თინეიჯერობის პატარა ან თუნდაც 30-მდე ასაკში ხდება მომართვიანობა, თუ თქვათ უფრო დიდ ასაკში, აი თუ არსებობს ეგეთი რაღაცა, თუ ყველასთვის ზოგადად მნიშვნელობა არ აქვს ასაკს. ამიტომ ძალიან ესე დაგვიანებული არასდროს არ არის, მაგრამ ნუ რაღაც ამბობენ რომ აი რაღაც 65-70 წლის მერე უფრო მცირდება შანსები, ნუ რაღაცა ყველაფრიდან გამომდინარე, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც კოგნიტური ფუნქციებიდან თუ ვეღარ იყოს განვითარებული და ნუ ასე შემდეგ, მაგრამ მანამდე არ აქვს მნიშვნელობა, ნუ ყოლია რაღაც 22 წლის რეზიდენტებიც, ბენეფიციარებიც, რომლებიც გამოჯამთველებაში არიან დღემდე და ყავს აი ეგრე რა 60 წლამდე რეზიდენტები, რომლებიც ისევ გამოჯამთველებაში არიან. ამიტომ ამას ვერ იტყვი. მანდ ინდივიდუალურია ყველაფერი, როგორც მოხმარების განვითარების და დამოკიდებულების განვითარების გზა, ისევე გამოჯამთველების გზა. აი ეს 4 ეტაპი დასაწყისში რაც ვახსენე, ეს შეიძლება ადამიანში განვითარდეს რამდენიმე თვის მანძილზე, ძალიან სწრაფად მოხდეს და შეიძლება გაიწელოს, რა ვიცი, 35-37-40 წელი. კი ბატონო, ახლა ნინი რო ვახსენეთ, იქ გამახსენდა ეგეთი ეპიზოდი, რაღაცა სყვებოდა და
ჩემი გადაწყვეტილება მივიღეო ჩემი შვილის გამო რეალურად რა იმიტომ რომ ანუ ეხა მოყოლის უფლებას იმიტომ ვაძლევ საკუთარ თავს რომ ადამიანს საჯაროდ აქვს უბრალოდ ეს მოყოლილი თორემ სხვა შემთხვევაში რა თქმა უნდა არ მოყოლ ჩემ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე რომ ჩემ შვილის გამო რეალურად რა და აი თუ ქონია ხა შენი პრაქტიკიდან დაკვირვება რა დროს მოდიან ქალები აი გასაგებია რომ აი ყველაფერი ჩამონგრეულია მაშინ მაგრამ აი რამეს ასახელებენ ხოლმე აი ამის გამო იმის გამო ან რაღაცა აი ბოლო წერტილი რა აქვთ ხოლმე რა ძირითადად ქალებზე მაინტერესებს განსაკუთრებით იმიტომ რომ როგორც თქვით უკაცრავად ჟარგონისთვის მე რომ ბოლომდე აწურინებენ ამ ამბავს რომ სანამ მოვლენ სადმე კი, ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ პირველი მიზეზი და პირველი პრობლემა, რაც აქვთ ხოლმე ქალებს, ეს არის ზუსტად შვილთან ურთიერთობა. რო ვთქვათ, აი თვალებში დავინახე, რომ ან შეეშინდა, ან პირიქით საერთოდ აღარაფრად აღარ აღმიქვალდა, ან უბრალოდ ისე ვეჩხუბე, რომ საერთოდ ვერ მივხვდი და შეშინება ესეთი რაღაცები. და მეორე ნაწილი არის ხოლმე ურთიერთობა. პარტნიორულ ურთიერთობა. ისე ან დაწყება, ან დამთავრება. მაგას კიდე გააჩნია, მაგრამ ხო. ან დაწყებაც არის ხოლმე გამომწვევი მიზეზი, ანუ ჯანსაღი ადამიანი მონახა და მიხვდა რომ თვითონაც უნდა მაგას მიხვდა რომ გაიაზრე რომ ვთქვათ მასთან არ გამოვიდა სხვანაირად. მასში არის თან პრობლემა. გასაგებია, დამთავრება ხა ალბათ კივილის ფონზე მოხდება რომ ეს ქონია შემთხვევა, არ ვიცი რამდენად მეტყვი, მაგრამ ქონია შემთხვევა დაბრუნებულან მოხმარებაში. კი, როგორ არის? ყოფილა. და ეს როგორ ხდა, აი გაიარა, ყველაფერი გაიარა და მაინც დაუბრუნდა, აი რა არის? კი, ნახე, აი ისევ რა, რადგან ვამბობთ, რომ არის ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადება, რადგან ადამიანი იწყებს გამოჯანმრთელებას, იმას არ ნიშნავს, რომ დაავადება აღარ პროგრესირებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამი თვე რეაბილიტაცია, მერე სამი თვე პოსტრეაბილიტაცია და მერე უკვე თვითდახმარების ჯგუფები, ეს არის რუკა. იმითი, რითიც უნდა იხელმძღვანელო. ეს არ არის, რომ მე სამი თვე სარეაბილიტაციო ცენტრი გავიარე და ვсё. ამას უნდა ყოველდღიური მუშაობა, იმიტომ რომ როგორც ვამბობთ, ანუ დაავადება დამოკიდებულება მოიცავს 4 ასპექტს ადამიანის. ეს არის ბიოლოგიური, ეს არის ფსიქოლოგიური, ეს არის სოციალური და ეს არის სულიერი. მე ერთ ასპექტზე ვერ ვიმუშაობ და 25%-ით გამოჯანმრთელებაში ვერ ვიქნები. აქ უნდა მოხდეს 4-ვე ასპექტზე მუშაობა. და სულიერში არ იგულისხმება რელიგია, აბსოლუტურად იგულისხმება მორალი, პრინციპები, ფასეულობები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ადამიანი აი ეს პირველ 3 თვეს რო ხურავს სარეაბილიტაციო ცენტრში. იქ ყველაფერი არის ისე აწყობილი, რომ 4-ვე ასპექტის დამუშავება მიდის. მერე უკვე პოსტრეაბილიტაციაზე როდესაც გადადის, უფრო ცოტა ფართო სოციუმში რესოციალიზაციის პროგრამა ერთვება და ცოტა ამ ყველაფერზე მიდის მუშაობა. და შემდეგ უკვე ამასაც რო ასრულებს, მერე თვითონ უჭირავს ყველა ის ინსტრუმენტი, აქვს ყველა ის რაღაცა მიმართულება, ის ხელსაწყო, რითიც უკვე შეუძლია რომ ადაპტირდეს და გააგრძელოს ცხოვრება სოციუმში. როგორც თავის თავთან, ისე ოჯახთან, როგორც გარე სოციუმთან და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ არის რომ всё მე გავიარე და იქ დავტოვე ყველაფერი. მე აქ რაც წამოვიღე, ეს ყველაფერი უნდა ვაპრაქტიკო, ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელო, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთო ისე. მე იქ თქვათ პასუხისმგებლობის აღების გრძნობა ისევ უნდა განმოვითარო აქეთ. ხო და ქონია, აი იცი მაგალითად ახლა აი ისე არ ვიცი რა კითხავს თუ არა, მაგრამ ვინც ვიკითხავ, ანუ არა ეთიკურს რა, ესე ვთქვათ. ქონია გაგიგია რომ აი ვთქვათ თუ დაუბრუნდა მოხმარებას ისევ და ისევ მეგობრებო მოხმარებაში არ იგულისხმება მარტო ნივთიერება ან ალკოჰოლი ნებისმიერ ტიპის დამოკიდებულებაში თუ ისევ შევიდა, ესე ვთქვათ. რა მოხდა, რა მიზეზი იყო, ანუ რა გარემოება იყო. კი, ეს ჩავარდნა ზოგადად ის უფრო გასაკვირია ხოლმე, ესე ვამბობთ, რომ დამოკიდებული ადამიანი რჩება სუფთა. იმიტომ რომ დაავადება იმდენად, ასე ვთქვათ, ის არის მძიმე და იმდენად აი გითრევს რა, სულ და იმდენად რთულია მაქედან გამოსვლა, რომ პირიქით ძალიან ბუნებრივია, როდესაც ადამიანი ვარდება. ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ მოხდეს ამის ნორმალიზება, იმიტომ რომ კაცმა ერთი შეიძლება ადამიანი იქიდან ვეღარც დაბრუნდეს და ხშირ შემთხვევებში ესეც შემთხვევებით გქონია, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს. უბრალოდ ხო საკმაოდ ის არ არის რომ აი მე ჩავარდი და ვშო წყალწაღებული ვარ, არა
არ არის პირიქით რა, შეგიძლია რომ ძალიან მაგარ გამოცდილებად გამოიყენო და პირიქით უფრო დაბრუნდა და უფრო ძლიერად დაინახო რაღაცეები. და იმას რაც შეეხება რატო ვარდებიან, ეს არ ხდება აი უცებ. ეს ხდება ეტაპობრივად, ეს ხდება რაღაცა ნიადაგის შემზადებით. იქ ვთქვათ რაღაცა რეკომენდაციები რაც არსებობს, მითითებები რაც არის ხო, რაც იცი პრინციპში რომ გეხმარება, რაც ფხიზელს ვერ გასწავლებს. ხო, აი იქ შეიძლება სადღაც ერთი პატარა ტყუილი დაუშვა. იქ შეიძლება ერთი პატარა დარღვევა, იქ რაღაცას მაინც არ მიყევი, იქ დისციპლინაში რაღაც მოაკელი, იქ ეს და მე მიდის და უცებ, იმიტომ რომ ეს არ ხდება, რომ აი მე უცებ გავდა. თუმცა ყველა ვინც ვთქვათ ჩავარდა, ამბობს უბრალოდ ერთი და იგივე რაღაცას, რომ როგორ აღმოჩნდი ამ მოცემულობაში, ამ მდგომარეობაში და ამ წამში საერთოდ არ მახსოვს. და ესეც აიხსნება ერთ-ერთი დამახასიათებლით დაავადების, რაც არის უმართავობა. უმართავობის პრინციპი, ანუ ადამიანს ეკეტება აბსოლუტურად, ანუ უმართავობა იმას არ ნიშნავს მაინც და მაინც რაღაცა ყვირის და რაღაცა ფიზიკურად უმართავია. ტვინში. აი ყველაფერი რო ქრება, ხო იცი და ერთი განათებული რაღაც რო არის რა და ირგვლივ რო საერთოდ აღარებს აღარ ხედავ. აი ეგ არის რასაც მიყვება იმ მომენტში. და ეს არის აბსოლუტური უმართავობა, რომ ის რო უნდა გზაზე ნებისმიერ წინაღობას წამ ნახევარში მოიშორებს. კი, აი ახლა კიდე კარგად რომ წარმოვიდგინოთ რა, შეიძლება იქ იყოს პარტნიორთან მიმართებით და ძალიან ბევრი გოგო და ბიჭიც გამიგია, რომ დამოკიდებული არიან ხალი კაცი პარტნიორზე და აი გზაზე დარწმუნებული რომ მაყურებელს იქნება გზაზე თუ რამე შეხვედრია მასთან მისაღწევად ყველაფერი ესე ვთქვათ თავის ფასადაც კი დაუთმია ხო. შემთხვევაში ეგრე ხდება. ეხლა პარტნიორულ ურთიერთობა რო ვახსენე, ხშირად რატომღაც ესე არის ჩემთვის და შეიძლება ვწდები, მაგრამ ქალები უფრო ხშირად ხდებიან ემოციურად დამოკიდებულები მამაკაცებზე, ხო? პრაქტიკიდან გამომდინარეც ესეა, ხო? და ყველაზე სიგიჟე რაც მოვისმინე, ცოტა ხნის წინ იყო, რომ ხანდახანო დაშორებაო კაიაო. ესეთი რაღაც ფრაზა იყო, იმიტომ რომ ესო აი რაღაც ახალისებს ურთიერთობასო რა და მე თავიდან შედიხარ მაგ ურთიერთობაშიო, ეს რა არის? ხო, არ ვიცი. არ ვიცი. შეიძლება ვიღაცისთვის მუშაობდეს და მე ანუ ამას ვერავის ვთქვათ რაღაცა ვერც ლექციას ვერ წავკითხავ და ვერც მორალს, მაგრამ ურთიერთობაში პარტნიორთან დაშორება თუ გჭირდება იმისთვის, რომ კარგად იყო, ესე იგი რაღაც ვერ არის, ისე როგორც უნდა იყოს. დაშორება გჭირდება, რომ მე ისევ შერიგდი და კარგად გახდე. ერთმანეთი, არ ვიცი, მოგენატროს ქვია თუ რა ქვია, მოცემულობას არ ვიცი. არ ვიცი. მაგრამ ნუ ჩემი აზრით ისევ იმას ვიტყვი რომ ესე იგი რა თუ სხვა გზას ვერ პოულობ რომ გაახალისო თქვა ურთიერთობა ან სხვა რაღაც საკმარისი არ არის იმისთვის რომ გინდოდეთ ერთად ყოფნა და ამისთვის ნუ დაშორება არის აუცილებელი. ისე შენთან მოდიან ეგეთი ემოციურად დამოკიდებულები თქვენთან ცენტრში ემოციურად დამოკიდებულები? როდის მოდიან, როდესაც პარტნიორულ ურთიერთობაში არიან ჯერ კიდევ თუ როდესაც ასრულებენ და ხვდებიან რომ ანუ მაინც იქ არიან? ორივე. და აი მაგ მომენტში როდესაც ურთიერთობაში არიან პარტნიორი მამაკაციც ალბათ ძალიან სასურველია რომ მაგ პროცესში შევიდეს, ხო? ძალიან ზოგადად ჩვენი მოდელი ესეთია რომ როდესაც იქნება ეს ქალთა სარეაბილიტაციაში თუ კაცების სარეაბილიტაციაში ჩვენ გვაქვს ოჯახის წევრებისთვის უფასო ჯგუფებიც, ანუ როდესაც ადამიანი ჩვენთან რეაბილიტაციის პროცესს გადის, მათი ოჯახის წევრებისთვისაც უფასო ყოველკვირეული ლექციები ტარდება, რომ მათაც იცოდნენ რა ხდება და როგორ ხდება, ვთქვათ რა, ამიტომ ამ სერვისს აუცილებლად ვთავაზობთ ნებისმიერ ჩვენი ბენეფიციარის ოჯახის წევრს, იმიტომ რომ არის ოჯახური დაავადება. ერთი დამოკიდებული ადამიანი 12-დან 15 ადამიანამდე გავლენას ახდენს მის ირგვლივ და გამოჯანმრთელებაც უბრალოდ იგივენაირად ვრცელდება. ამიტომ ეს გვაქვს ძალიან სასურველია, აი აუცილებელიც კი ვიტყოდი, იმიტომ რომ კი, იმიტომ რომ ადამიანი როდესაც რეაბილიტაციაში აბსოლუტურად სხვა მოდელზე ხდება გადაწყობა. სხვა რაღაცებს სწავლობს, სხვანაირად ფუნქციონირებს, სხვანაირად მოქმედებს და ოჯახის წევრი, აი თუ ჩართული არ არის, ვერ გაიგებს, რომ გამოვიდა ის სარეაბილიტაციო ცენტრიდან, რატო სჭირდება, რომ პირდაპირ დაუფიქსიროს რაღაც საზღვარი.
და შეიძლება გახდეს ჩხუბის საგანი, შეიძლება გადაითარგმნოს როგორც ვაიმე საერთოდ არ უყვარვარ, ამდენი ხანი ახლა ტანჯა და კიდე ახლა აქეთ ამას უნდა მოვერგო და მერე უკვე მოდის სრული ქაოსი. ხო. მაგრამ იქაც სადაც წესით ყველაზე თბილად უნდა დახვდნენ, იქაც პრობლემები ექნება და თავიდან. ეხლა რო ყვებოდი შენ მაგამდე რო იძახდი, რომ აი ამას გადის ამას როდესაც ვისაუბრეთ, რატო შეიძლება დაუბრუნდეს ხო ადამიანი. რეალურად რო აი ხო გავაშიშლოთ ყველა ლამაზი იმებისგან ძალიან რთული პროცესია. ძალიან. აი ძალიან რთული პროცესია და ამ რთულ პროცესში დანებებაც ძალიან მარტივია რა. და აი კიდევ ერთხელ ამას იმიტომ ვიძახი, რომ არასდროს არ უნდა თქვათ ამ ადამიანებზე რაღაც, რომ აი ახლა ფული გადაიხადა იმას ხნა ამას ხნა და ისევ თავიდან შევიდეს, იგი არაფერი არ გაუკეთებია იქ. ძალიან რთული. ეგ იგივე აი ხა მაგალითად კიბო რომ ჭირდეთ ადამიანს რა და ხო ყველაფერს ეცდება რაღაც მომენტამდე ალბათ რომ აი ეს აღარ იყოს რა რომ იმკურნალოს რომ ჯამსალად იცხოვროს ხო ამ ადამიანების შემთხვევაში გადარჩენის ანუ დამოკიდებულ ადამიანების შემთხვევაში გადარჩენის ინსტინქტი მუშაობს თუ ეგ ეს დაბლოკებულია ეგეც საოცრად იმიტომ რომ ზოგადად აი მაგას ვამბობ თვითონ ნივთიერება იმდენად გარეგანი რაღაცა ხელოვნური ხო სინთეტიკური ნივთიერებები იმდენად ტვინის ფუნქციას სხვა მექანიზმზე და სხვა მოდელზე აწყობს რომ მათი რაღაცა რისკების შეფასება ის თუნდაც პრეფრონტალური კორტექსი რაც ნუ არ მინდა ძალიან ზედმეტი მეებში ჩავიდე მაგრამ რაღაცა ყველა ტვინის რეგიონი ხო გარკვეულ რაღაცაზე პასუხისმგებელია ბუნებრივია და ანუ იმდენად არაბუნებრივ პროცესებს იწვევს აი ეს გარეგანი ნივთიერებები ტვინზე რომ ტვინი სხვა რაღაცას ეჩვევა შესაბამისად რისკებს ვერ აფასებს ადამიანი. ზუსტად მაგიტო არის რომ ხედავს რომ ძალიან ძალიან ბევრი და ხშირად ანუ რა უმეტესი ჩვენი ბენეფიციარი მაგას ამბობს რომ ბოლოს უკვე რომ მოვიხმარდიო, ვლოცულობდი რომ უბრალოდ არ მოვმკვდარიყავიო. ანუ ვიცოდიო რომ მივდიოდი იმაზე რომ აი აქვე მოვკვდებოდიო, უბრალოდ სხვანაირად არ შემეწოა. გადარჩევოდია, ხო. იდეაში მე ეს წარმომიდგენია რომ მომხმარებელი ადამიანი თუ ეხლა საუბრობთ ნივთიერებაზე და დამოკიდებულებას აი ხო იმიტომ აკეთებს რომ უბრალოდ გადარჩეს ანუ ალბათ გადარჩენის ინსტინქტი მანდ ერთვება რომ მოიხმარს იმიტომ რომ გადარჩეს იმიტომ რომ ფიზიკურად ხეულებრივად ვერ უძლებს იმას რასაც უნდა გაუძლოს ხო უბრალოდ აი მანდ გადარჩენა აქვს აღქმული არასწორად იმიტომ რომ თვითონ კი გონია რომ ამას აკეთებს გადარჩენისთვის მაგრამ სინამდვილეში პირიქით ამისაც ამდეგოს აკეთებს და მაგიტო ამბობ რომ ახლა ძალიან რთული არ ფუნქციონირებს ტვინი ისე როგორც უნდა ფუნქციონირებდეს რეალურად და იმდენად თავდაცვის მექანიზმში ცხოვრობს და იმდენად რაღაცა უსაფრთხოებას იქმნის აი ეს რაღაცა ილუზორულ უსაფრთხოებას იმისთვის რომ არ დაინახოს მართლა რეალობა რა არის მისი ცხოვრების იმიტომ რომ რაწამსაც მაგას გააკეთებს აი მართლა რომ გააშიშვლოს საკუთარი თავი და აი პირდაპირ შელამაზების გარეშე რომ შეხედოს ის ამას ვერ გაუძლებს ამ ფსიქიკურად გაგიჩნდება ან ნუ ისეთ რაღაცას გააკეთებს რომ რა ვიცი სიცოცხლეს აულებს თავს ხო რამ და ბევრი ყოფილა კი ძალიან სამწუხაროდ ძალიან სამწუხაროდ კი ბატონო ესევე გემბლინგსაც თქვათ ალბათ იმიტომ რომ მე ცოტა ხნის წინ გავიგე რომ ძალიან ხშირია ქალებში ეს არ ნიშნავს რომ ვინმეს მოკლედ ხარ ამას რომ ქალი როგორ თამაშობს უბრალოდ რატომღაც იმიტომ რომ მე არ ვთამაშობ ჩემთვის იყო რაღაცნაირი ცოტა ისეთი და კიდევ ერთხელ უბრალოდ საზოგადოებაში ყოველთვის მამაკაცები საუბრობენ ამ თემაზე და მამაკაცებისგან ვიცით ეს ამბავი და თითქოს რაღაცა გემბლინგი მამაკაცთან ასოცირდება რა იმიტომ რომ თვალში ეგრე გვაქვს დანახული და ტვინსაც ესეთ დაიმახსოვროს თუმცა ქალებშიც კი საკმაოდ ბევრი არის, იმიტომ რომ იგივე თითქოს უფრო გონივრული ბჭყალებში გაქცევის გზა არის, იმიტომ რომ იქ რაღაცა ნივთიერებას არ უშვებ ორგანიზმში. ხო. და უფრო მეტად გაძლევს რაციონალიზაციის საშუალებას შენი ტვინით, რომ გითხრას, რომ აი რა მოხდა არა უშავს. თან ძალიან დიდი ნაწილი ისიც არის, რომ ხელმისაწვდომი არის ყველგან. ყოველი თითის ნაბიჯი, ყოველი ნაბიჯი
სულ გვხვდება. აჰა. რეკლამები და რაც უფრო ხელმისაწვდომია, უფრო მეტი შანსია, რომ თქვათ ამაზე წამოეგო. ხო. თუ გაქვს ჩვენადაც ლაპარაკეთის ყველა ვარიანტში რა შეიძლება მაგაზი არ წამოგოს ხოლმე წამოეგო, მაგრამ ხო. თან მარტივია იქ აი თუნდაც რა ვიცი დასვენების განტვირთვის გზით. თან ისევ ხო ეგეცხოს სწრაფი დოფამინი. ხო, რა თქმა უნდა. კი ბატონო. კიდევ რა მინდა დაიცი მეკითხა. ხო, აი აქ სანამ ისევ და ისევ გადავალ იმ სასიხარულო ამბავზე, ოჯახის წევრებს ჩვენ რაღაცა გაკვირით შევეხეთ თავიდან როცა ვლაპარაკობდით ამას, მაგრამ რეალურად ოჯახის სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია რა ხდება რა. ყველაზე დიდი შეცდომა რა არის, რასაც ოჯახის წევრები უშვებენ დამოკიდებულ ადამიანთან მიმართებაში. ეს ყველაზე დიდი შეცდომას ვერ გამოყოფ, მაგრამ ვიტყვი უბრალოდ ხო, აი რაღაც დამახასიათებელი და ყველაზე ხშირი რაც არის ხოლმე, ეს არის კონტროლი. და ამავდროულად არ მიცემა მათთვის იმ არჩევანის, რომ თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა რაღაცებზე. და ეხლა უფრო კარგად რო განმარტო, აი არის ის, რომ ანუ ყველაფერს უკეთებს. რაღაცა ცოლი ბავშვს ზრდის, დედა სარესხს ურეცხავს, მამა ვალებს უხდის და თვითონ მეგობრებიც რაღაცაში ზუსტად და თვითონ ანუ ესე ფუნქცია არ ჭირდება. რო დაჭირდეს, აუცილებლად გააკეთებს, იმიტომ რომ დამოკიდებულ ადამიანს კიდე ძალიან მაგრად უყვარს საკუთარი თავი. ძალიან. ესეც ცოტა პარადოქსულია, ძალიან უყვარს, მაგრამ თან ამავდროულად შინაგანად იმდენად თვით შეფასებას საერთოდ არ გააჩნია, რომ აი ეს ეგოს და რაღაც თავის შინაგანი ჭიდილია, რომელიც ნუ კიდე ცალკე თემაა, მაგრამ რეალურად ხო ეს არის, რომ ყველას მის ცხოვრებაში აქვს თავისი როლი. და აი ეს იმაზე ჩხუბი, რომ შენ არაფერს არ აკეთებ და ამ დროს რა მაინც თვითონ უკეთებს ყველაფერს. იმას საჭიროება, რადგან აღარ უდგება რაღაც გააკეთებს, არც გააკეთებს. ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება სწორი იყოს ესეთი რაღაცა, რომ ეს ოჯახის წევრები, რომლებიც ბჭყალებში ეხმარებიან, ჩაეხსნან. აუცილებლად. ანუ მარტო უნდა დარჩეს? კი, მაგრამ ჩახსნა არსებობს ან ბევრნაირი, იმდენაირი, რამდენაირი кейსიც არსებობს. ჩახსნა არ არის აუცილებლად, რომ გავაგდეთ სახლიდან. ჩახსნა არ არის, რომ ის დავტოვეთ მარტო და ჩვენ წავედით სახლიდან. ჩახსნა შეიძლება იყოს ემოციური. ჩახსნა შეიძლება იყოს ზუსტად ის, რომ ანუ რა ვიცი, არ გაურეცხავთ ნივთებს, არ გაუმზადებს საჭმელს. არ შეჭამს. აი, მოშევდება და შეჭამს. მე რაღაცას იცი, მან როგორ არის ხოლმე, ახლა რაც მახსენდება რა, მონაყოლებიდან არის, რომ თავი რომ მოიკლას. და იმან ახლა რაც ახსენე, მოდი გავშალოთ, ეგ საინტერესოა რა, დაბალი თვით შეფასება აქვს, მაგრამ ამავდროულად დამოკიდებულ ადამიანს მაგრა უყვარს თავისი თავი. თუ მე მაგრა მიყვარს ჩემი თავი, მე ჩემ თავს ჩემი თავის სიყვარული ჩემთვის ნიშნავს, რომ ჩემ თავს მე ისეთ პატივს ვცემ, რომ მე აი მიხდი რა თუ მიხვდები რომ დამოკიდებულება შევდივარ იქვე რაღაცას მოვიგوارებ, იმიტომ რომ ჩემი თავი ძალიან მაგრამ მიყვარს რა. და აი რა ხდება ამათ შემთხვევაში? ჯანსაღი კუთხით და ნუ როგორც უნდა იყოს საკუთარი თავის სიყვარული გამოხატული, აბსოლუტურად მოყვები, მაგრამ მე პირიქით მსმენია, რომ ერთხელ ცხოვრობ და ბარემ აი ბოლომდე შევირგებ, ზუსტად იმიტომ რომ აი რა ჩემ თავს თუ არ გავუსწორე, აბა ვის უნდა გავუსწორო. ხო. და რეალურად აი საკუთარი თავის სიყვარული და ასე შემდეგ აღქმული და გადათარგმნილი არის პირიქით რა. მაგრამ აი უკვე რო შევედი ძალიან ცუდად რო ვარ, მანდაც მიყვარს ჩემი თავი. აი შენთან რომ მოდიან რა ადამიანები, მაგას გეკითხები, აი რა რო ეგრე მაგასაც ეგრე იტყვი, რომ მაგათ მაინც ძალიან უყვარ თავიანთი თავი? მანდ უკვე ინადგურებენ საკუთარ თავს. ხო, მანდ უკვე თავიც აღარ არსებობს რეალურად. მან საერთოდ თავი არ არსებობს, მან არანაირ სიყვარულზე საუბარი აღარ მიდის და მან უკვე ერთადერთი რაც არის, რომ იშველეთ. თუმცა აქ მოსვლა და გამოჯანმრთელების დაწყება მე პირადად და ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ვფიქრობ, რომ საკუთარი თავის სიყვარულის ყველაზე მაღალი გამოვლინება. 10 მილიარდი %. ამიტომ ვიტყოდი, რომ მაინც შეიძლება არა ცნობიერ დონეზე, მაგრამ მაინც საკუთარი თავის სიყვარული ჭარბობს
საკუთარი თავის არ სიყვარულს. ხო, იმიტომ რომ შობლებთან არის ხოლმე ძირითადად რა ეგ ამბავი რომ მშობელი ვარ და როგორ არ დავეხმარო, მშობელი ვარ და როგორ ესე ვუყურო, მშობელი ვარ და თავი რომ მოიკლავს, მშობელი ვარ და საჭმელი არ ჭამოს. აი, ხო ხვდები ეგ ძალიან ხშირია ჩვენ საზოგადოებაში ხარ რაღაც არ მგონია რომ ეს ისეც ვამბობ და ვისაც მოსმენილი არ აქვს ეგ ყველაფერი, ხო? ამ დროს აი შენი რჩევა მშობლებისთვის რა იქნება? მაგ დროს ჩემი რჩევა მშობლებისთვის იქნება რომ უფრო თვითონ მივიდნენ თანადამოკიდებულების დახმარების ჯგუფებზე. კი, თვითონ. იმიტომ რომ ძალიან მისმის და რეალური რისკებია და რაღაცა რეალური მოცემულობა და მდგომარეობაა. უბრალოდ აქ უნდა გავიაზროთ, რას ვაყენებთ ერთმანეთის პირისპირ რა. აბა თავი რომ მოიკლას, აბა რამე რომ მოუწიოს თავის თავს, ეხლა მაგას აკეთებს. ეხლა ზუსტად მაგის პროცესია. უბრალოდ ამას მე ვერ აღვიქვავ. უბრალოდ აი ეხლა ამ წამს იქ სადღაც უტარი არ გიაქვია მაგას რა, ხო. და უბრალოდ ეხლა ამ წამს ოთახში გდია და საჭმელს ელოდება. აი ეს არის ერთი უბრალოდ რა განსხვავება. ესეც ისევ ცნობიერების ამაღლებამდეც და მესმის ოღონდ ამას ვერ მოვთხოვთ თქვენ თქვათ რაღაცა ძველი თაობის წარმომადგენლებს რომ აი უცებ ესე რაც მთელი ცხოვრება იცოდა და რასაც მთელი ცხოვრება უყურებდა გადაეწყოს. მაგრამ ისევ აქაც რა როგორც გამოჯანმრთელება ეხმარება დამოკიდებულ ადამიანს ისე თანადამოკიდებულ ადამიანსაც ეხმარება. მან უნდა გაიგოს რეალურად რასთან აქვს საქმე. უნდა გაიგოს რომ აი ის ადამიანი ყოველდღიურად უფრო და უფრო იზიანებს თავს და უფრო უახლოვდება იმ წერტილს, როცა მართლა შეიძლება ფატალურად დასრულდეს ეს ყველაფერი. ამიტომ ის რომ მე ახლა აბა რა ვქნა, ვალი არ გადავხო, არა. იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა, სადაც შანსი აქვს იმის, რომ ფსკერზე ჩავიდეს და გამოჯანმრთელება დაიწყოს. ოღონდ ეს არ არის გარანტია. და ამას არ არის გარანტია. ეს არ არის გარანტია, რომ მე სიტყვაზე თუ ჩავხსნი, ის აუცილებლად გამოჯანმრთელებას დაიწყებს. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ სფეროში გარანტიებს ვერავინ ვერ მოგცემთ. ნუ ადამიანთან გაქვს საქმე და გარანტია როგორ უნდა გამორიცხული. და შენც თვლი რა თქმა უნდა ალბათ რომ ყველა ადამიანმა თავის ფსკერი უნდა ნახოს? აუცილებლად. სხვანაირად გამორიცხულია. პრაქტიკაში არ ყოფილა ეგეთი ხო? არ არსებობს. არ არსებობს. ხო, აი მანდაც შეიძლება მაყურებელს გაუჩნდეს კითხვა რომ და ეს ფსკერი ისეთი რომ იყოს რომ უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. კი, სამწუხაროდ ეგეთებიც არსებობს. უბრალოდ მან კიდევ მნიშვნელოვანი არის ეს ერთი ფაქტორი, რომ ადამიანი დამოკიდებული ადამიანი სანამ გამოჯანმრთელებას დაიწყებს, ზოგადად ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრ ფსკერს გადის. უბრალოდ ამ ფსკერს უნდა დანახო. ეს არ არის რომ თქვათ ერთი ფსკერი ნახა და ეგრევე დაიწყო, არა. ეს არის ის პატარ-პატარა მომენტები, ვისთვის რა არის ფსკერი. აი როგორც ვახსენე ხო, ცოტა ხნის წინ როგორც რაღაცა მოხმარების გზა აქვთ განსხვავებული, ისე გამოჯანმრთელების. ყველას აქვს სხვადასხვა ფსკერი. ერთი ადამიანისთვის შეიძლება ფსკერი ის იყოს, რომ არც ოჯახს არ გაუგდია, როგორც ვახსენე სამსახურში პოზიციად შეუნარჩუნდა, აბსოლუტურად ყველაფერი გააჩნია, უბრალოდ შინაგანად არის იმდენად ცუდად, რომ აღარ შეუძლია. შეიძლება ეს ადამიანი მოვიდეს და დაიწყოს გამოჯანმრთელება, მაგრამ შეიძლება ადამიანი, ვინც სახლიდანაც გამოაგდეს, არანაირი სამსახური აღარ აქვს, მეგობრები აღარ ყავს და რა მართლა, ნუ ეხლა რა ვიცი, ხიდის ქვეშ ცხოვრობს, ამბობდეს რომ მე ძალიან მაგრა ვარ, ვაფშე პრობლემა არ მაქვს. კი. გეთანხმები. ხო, ნუ პრინციპში ერთია და დანახვა უნდა მეორე. ხო. ბოლო კითხვა ალბათ ბოლოს წინა ტრადიციულ კითხვას სანამ ვიტყვი არ ეგეთი რომ აი შენი აზრით რა უნდა გაიგოს საზოგადოებამ ყველაზე მეტად ქალებზე რომლებიც დამოკიდებულები არიან რომ იმაზე მეტი ქალი დამოკიდებული არსებობს ვიდრე წარმოგვიდგენია ვიდრე გგონია და ალბათ ვთვლი რომ უბრალოდ მართლა კითხეთ მოიკითხეთ და მიეცით ის სივრცე ერთმანეთს და ქალებზე მაგ საუბარი, სადაც შეძლებთ გულწრფელად რაღაცა შინაგანი ტკივილის ამოღებას. განშის გარეშე. განშის გარეშე. ხო, გეთანხმები აბსოლუტურად.
ალბათ ამ შემთხვევაში ქალებს მეტად უნდა დაუდგეთ გვერდით რა, იმიტომ რომ ქალები ვართ. იმიტომ კი არა რომ რაღაც არ ვიცი მამაკაცებს ვებრძიან, ვერჩიან რამე არაფერი, ჩემთვის ადამიანია ზოგადად ყველა, მაგრამ აი გაგება ალბათ ქალის უფრო შეგვიძლია და ის შენ რაც თქვი რომ უბრალოდ ის კი არა რომ რჩევის მოსაცემად მოვიდა ჩემთან და აბარისთვის მოვიდა, რატომ იყვება? ხო, რომ უბრალოდ სივრცე. უბრალოდ აი ესე გვერდით ყოფნა შეიძლება საერთოდ არაფერს თქვა. ზოგი ვაწარნა ხა ცოტა სიხარულით ვიტყვი რაღაცას ჩემ მაყურებელს ვიტყვი რომ თუ შენ ხა ისმენ მთელი პოდკასტის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყავი და მოისმინე ეს ყველაფერი და თვლი რომ გჭირდება დახმარება და გჭირდება პროფესიონალების დახმარება, ზუსტად ისეთი როგორც ლიზა და ლიზასთან ერთად ბევრი ადამიანი იქნება ცენტრში. საჩუქარი გვაქვს, ერთი ადამიანი შეიძლება ორიც იყოს, მაგრამ ერთი აუცილებლად იქნება, სრულიად უფასო გამოჯამრთელება რესტარტის ცენტრში და არ ვიცი მართლა ისეთი ბედნიერი ვარ ამას რომ ვიძახი, რომ ერთ ადამიანს მაინც შეუძლია რომ და მე ზოგადად ეგრევე ვთვლი რომ ერთი ადამიანით იწყება ყველაფერი, შეუძლია რომ ეს გაიაროს, საკუთარ თავს მისცეს უფლება, საკუთარ თავს მისცეს შანსი, რომ ყველაფერი გამოვიდეს და იყოს იგრძნოს თავი მართლა ადამიანი, რასაც ქვია, შეგრძნებები დაუბრუნდეს, სიხარული, სიყვარული, ტკივილის, თუნდაც ოღონდ არა ისეთი ტკივილი, რაღაც არ ვიცი, ჩვეულებრივი ტკივილი, ხო? და მომწერე მოკლედ პირდაპირ მოგმართავ, მომწერე მე, შეგიძლია მომწერო პოდკასტის მეილზე, სოციალურ ქსელებში, შეგიძლია პირდაპირ მეც მომძებნო და მე მომწერო, მაგ წერილს არავინ სხვა არ წაიკითხავს ჩემ გარდა, მხოლოდ მე წავიკითხავ და გადაგამისამართებ ამ კარგ ადამიანებთან და ხო, არ ვიცი, ძალიან მინდა რომ ეს ადამიანი გამოჩნდეს და მე მგონია რომ ეს ისეთი რაღაცა არის რომ რაღაც შანსია რა. უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება აქ რომ არ მომწეროთ დედებმა, მამებმა, არ ვიცი, ქმრებმა, არავინ, ქალზე აქ საუბარი აუცილებლად ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ როგორც მთელი ეპიზოდის განმავლობაში ჩვენ ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ იმ კონკრეტულ ადამიანს უნდოდეს და გააზრებული ქონდეს და მზად იყოს იმისთვის, რომ აი ამ თავგადასავალში, რომელიც არ იქნება მარტივი, გაიაროს გადაწყვეტილებით, მოთმინებით, არ დასვას კითხვა რატომ, დასვას კითხვა როგორ, ხო? ამიტომ გილოდები და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამის თქმის საშუალება მაქვს და მადლობა თქვენ და მადლობა ცენტრს ამისთვის, რომ ამის საშუალება მომეცით. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ხო მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი ადამიანი მაინც რომელიც გადის ამ გზას, ის უკვე მაგალითს აძლევს დანარჩენ ადამიანებს და ეს უკვე ძალიან ხმამაღალი სიტყვა არის იდეაში ნათქვა, მით უმეტეს ამ სიტუაციაში, როცა ეს ცალ მდგომარეობაა დღეს საქართველოში ქალების მიმართ განსაკუთრებით. კი, ხო, და მოკლედ გელოდები აუცილებლად, ნუ როგორც აღვნიშნე აუცილებელია, ერთადერთი პირობა ამ ყველაფერში არის, რომ მართლა უნდა გინდოდეთ ის, რასაც ეხლა ვაპარაკობთ, აი მართლა უკვე იმის იქით, რომ არაფერი აღარ არის, აი ეგ მან უნდა იყოს ალბათ ადამიანი, ხო? უბრალოდ გასართობად და მისთვის არავინ არ უნდა წავიდეს, რომ აი ნახოთ ეხა რაღაც. ამიტომ მინდა იდეაში წერილი, რატომ მინდა, რომ იქ აღწერილი იყოს რა, ეს მდგომარეობა, რატო, როგორ, რისთვის, იმიტომ რომ ჩვენ უნდა შევაფასოთ და მივხვდეთ, რომ ის ადამიანი მართლა ის ადამიანია, ვისაც ახლა დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება, ხო? თორე ისე სხვა არაფერი აბსოლუტურად. კარგი, სუსუბოლა კითხვა, ტრადიციული კითხვა მაქვს ესეთი, რომელსაც ყველა სტუმარს ვაკითხები აბსოლუტურად და არის ჩვენა იქნება რა თქმა უნდა გამონაკლისი არის, რომ თუ შენს თავს წარმიდგენდი ისე, რომ არ ახსენო შენი ჰობი, რელიგია, არ ვიცი, პროფესია, ყველაფერი, რასაც ყოველდღიურად ჩვენ ვიყენებთ ერთმანეთთან გასაცნობად, რას მეტყოდი, როგორ ამიღწერდი თავს? ან თუ გინდა არ ამიღწერე, როგორ გამიცნობოდი რა სიტუაცია? ვიტყოდი იმას, რომ ძალიან მადლიერი ვარ. ჩემი ცხოვრების დღეს ზუსტად ისეთის, როგორიც არის. ჩემთვის ეს კიდე საკუთსავსეა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. ძალიან მძიმე თემა არის, აი უმძიმესი თემაა რეალურად და ალბათ ამ პოდკასტში კიდევ ერთხელ ვეცადეთ იმას ამ ეპიზოდში, რომ დაავადება რომ არის ეგ გაგება გაჩნდეს ხალხში რეალურად, რომ ეს არის დაავადება. როგორც
არის სხვადასხვა დაავადებები მილიონი ჩამონათვალი არსებობს დაავადებების სამწუხაროდ, იგივე ნაირი დაავადება არის ეს, რომელსაც ჭირდება შესაბამისი კურნალობა. იმიტომ რომ როდესაც გაქვს არ ვიცი სულ ისე თქვა სიმსივნე, ხო არ დაждები და ხო იტყვი, აუ მე ჩემით გავუმკლავდები ახლა ამას ყველაფერს ვიზავ, ხო? იგივე არის აქაც. კი. ჭირდება თქვენი დახმარება და მადლობა რომ ამ საქმეს აკეთებთ და ქალებისთვის, რომლებსაც ასე სჭირდება და ასეთ სტიგმაში ცხოვრობენ, გვერდში დგომა და ის უსაფრთხო გარემო რეალურად რომ უბრალოდ რაღაცის თქმა შემიძლია, ეგეც უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს, რა. ისე ეს რომ ყოველთვის გავუშვეს კითხვა მაინც ვიკითხავ ცენტრში თქვენთან რესტაჟი არის თქო ინდივიდუალური თერაპიის საშუალება ვიღაცას არ უნდა ეს ჯგუფში ყოფნა და მაგიტოვა კი არის ყავს ჩვეულებრივად სპეციალისტები როგორც მე ისე ჩემ კოლეგებს და ინდივიდუალური თერაპიაც შესაძლებელია და იქ ადამიანები ცხოვრობენ ხო კი რეზიდენტულ ცენტრში ცხოვრობენ უბრალოდ ყველაზე ეფექტური გზა აქტიური მოხმარების გადაგორებაში და გამოჯამრთელების გზის ასე ვთქვათ მიყოლაში არის ცალსახად რეზიდენტული ცენტრი. ეს არის 3 თვის განმავლობაში არის ცხოვრება, ხო? და მე იწყებენ სიარულს ყოველდღიურად. მე 3 თვე არის პოსტრეაბილიტაცია, ანუ ვთქვათ სახლში ცხოვრობენ, მაგრამ მოდიან ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა. ისევ რაღაც ჩართულები არიან პროცესებში და ასე შემდეგ და ესეც გრძელდება 3 თვე. და მე უკვე მიმართულება, სად შეუძლია რომ გააგრძელოს და როგორ შეუძლია რომ გააგრძელოს. არსებობს საქართველოში უფასო თვითდახმარების ჯგუფები და ნუ ეს უკვე მე შემდეგი ეტაპია კი. ხო. მადლობა. მადლობა პირიქით შენგონც. და მადლობა რა თქმა უნდა მაყურებელს რომ იყავით ჩვენთან ერთად მოგვისმინეთ ამდენი ხნის განმავლობაში და თუ კიდევ არ გაქვს გამოწერილი ცოდნის მოყარე პოდკასტი, ჩემი დიდი თხოვნა არის რომ გამოიწეროთ, იმიტომ რომ ბევრი უნდა ვიყოთ და ესეთ ინფორმაციებზე უნდა ვისაუბროთ და გავაგებინოთ ბევრ ადამიანს. მადლობა.